კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლებულია. პრემიერმა გურამ ოდიშარიას მოთხოვნა დააკმაყოფილა, რა პრეტენზიები აქვს მინისტრს მარინე მიზანდართან. ამას მინისტრი რამდენიმე წუთში თვითონ გვეტყვის, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში მარინე მიზანდარი და ოდიშარიას მოქმედი მინისტრი ალექსანდრე მარგიშვილი ჩაგვერთვებიან. მე აგრეთვე წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს ნინო ანანიაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ვატო კახიძე, გუგა კოტეტიშვილი, თამარ ამაშუკელი, სოფო კილასონია და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აგრეთვე დარბაზში იმყოფებიან. მათი ნაწილი სამინისტროს პოლიტიკას იზიარებს, ნაწილისთვის კი გურამ ოდიშარიას გადაწყვეტილებები მიუღებელია. ჩვენ მათ მოგვიანებით გავესაუბრებით, მანამდე კი დავიწყოთ მინისტრით. ბატონი გურამ ოდიშარია გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო გურამ, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გვერდებით. ვიცით რომ თქვენ დროში ძალიან შეზღუდული ხართ, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. რა თქმა უნდა, მთავარი შეკითხვა ჩემი შეეხება იმ მიზეზს, რის გამოც თქვენ მიიღეთ პირველი მოადგილის გათავისუფლების გადაწყვეტილება. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. არ იქნება ზედმეტი თუ ვიტყვი, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სახელმწიფო ორგანიზაციაა და ის როგორც მთავრობის ერთ-ერთი სეგმენტი თავის საქმიანობას ახორციელებს დაწერილი თუ დაუწერელი წესებით, შიდა განაწესით, სამსახურეობრივი იერარქიის დაცვის მოვალეობის გზით. და არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ მინისტრის მოადგილე თუ რიგითი თანამშრომელი დაარღვევს ამ წესებს, ანუ გადააბიჯებს წითელ ხაზს და ადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ როგორც დავიწყეთ მუშაობა სამინისტროში, ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი იყო გუნდური მუშაობა, რომლის წყალობითაც ჩვენ მივახციეთ რიგ წარმატებებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან პერიოდულად ჰქონდა ადგილი გუნდური მუშაობის სტილის დარღვევას, მინისტრის დავალებების უარყოფას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, რამაც სისტემატური ხასიათი, როგორც მოგახსენეთ, ბოლო პერიოდში მიიღო. ასეთი ქმედებები უარყოფითად აისახებოდა სამინისტროს საქმიანობაზე და იძულებული გავხდით მისთვის შენიშვნა მიგვეცა. თუმცა ამანაც შედეგი არ გამოიღო. სამინისტროს მუშაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით სწორედ დადგა პასუხისმგებლობის საკითხიც. ბატონ გურამ, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზოგადი მიზეზები იყო, მხოლოდ თუ იყო რაღაც კონკრეტული საქმე, კონკრეტული საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც თქვენ გქონდა თვითანხმოება, მაგალითად საყდრისი, ვინაიდან ყველაზე თვალსაჩინო თემა ეს იყო. დიახ, მოგახსენებთ, რომ არავითარ შემთხვევაში საყდრისი, იმიტომ რომ საყდრის სისტემა ჩვენთან თანმდევია ჩვენი მუშაობის ჯერ კიდევ 2013 წლის მაისის თვიდან და თუ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ჩვენ გვექნებოდა განზრახული, ამას უკვე შევასრულებდით სექტემბერშიც, ოქტომბერშიც, ნოემბერშიც და ასე შემდეგ. იყო სხვა მიზეზები და არ მინდა დაწვრილმანება ამ საკითხთან დაკავშირებით. მარინე მიზანდარის მხრიდან იყო საუბარი ზეწოლაზე და მთავრობის ეკონომიკურ დაინტერესებაზეც კი საყდრის სისტემასთან დაკავშირებით. რა კომენტარი შეგიძლიათ გააკეთოთ ამასთან დაკავშირებით? მე ერთადერთი შემიძლია გავაკეთო, რომ საყდრის სისტემასთან დაკავშირებით ჩვენ ასდა სხვადასხვაობა არ ქონია. დიდი მადლობა. გურამ ოდიშარია კულტურის მინისტრი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. გადავიდეთ ახლა თავად კულტურის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილესთან, მარინე მიზანდართან, რომელიც პირდაპირ ეთერში უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. ქალბატონ მარინე, ჩვენთან ერთად აგრეთვე რა თქმა უნდა იმყოფება მოქმედი მოადგილე კულტურის მინისტრის, რომელიც აგრეთვე მოგვიანებით ჩაერთვება ჩვენს დისკუსიაში. ქალბატონო მარინე, წითელი ხაზი გადაკვეთეთ თქვენ, ასე თქვა გურამ ოდიშარიამ. რა წითელ ხაზს გულისხმობს ის? არ ვიცი, ზუსტად რა იგულისხმება, ალბათ ეს ისევ და ისევ მინისტრის განსამარტია ვთქვათ, მაგრამ რაც შეეხება მის განცხადებას, რომ ეს არის კულტურისა და ძეგლთა სამინისტრო გახლავთ საჯარო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს დაწერილი და დაუწერელი წესებით, მე ვერ დავეთანხმები ბოლომდე, იმიტომ რომ ამ სამინისტროსაც აქვს თავისი ქმედების საკანონმდებლო ჩარჩო
მასაც გააჩნია ეს ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, რაც სხვა უწყებებს და დაუწერელი კანონები და დაუწერელი წესები ზუსტად რას ნიშნავს, ჩემთვის ცოტა არ იყოს ბუნდოვანია. თქვენ როგორ ხედავთ, რა გახდა თქვენი გათავისუფლების მიზეზი? და ლაპარაკი იყო კიდევ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაზე, თუ გადაწყვეტილებების როგორც ბრალდებაზე. იყო მართლაც ისეთი შემთხვევები, როცა მინისტრი ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, ან უჭირდა გადაწყვეტილების მიღება და მე იძულებული ვიყავი, რომ რაღაცნაირად მიმეღო გადაწყვეტილება, ან ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად დახმარებოდი მას ამ გადაწყვეტილების მიღებაში. იყო ასეთი შემთხვევებიც, თუმცა ხანდახან ეს ძალიან რთული პროცესი იყო და თქვათ არ ხერხდებოდა და იყო ესეთი შემთხვევებიც, როცა გადაწყვეტილება გარკვეული, თუმცა სამართლიანი და ასე ვთქვათ ადმინისტრაციული წესით და პროცედურით გაწერილი გადაწყვეტილება მიმიღია, კერძოდ საყდრისთან დაკავშირებით და მოგახსენებთ ზუსტად რა საკითხთან დაკავშირებით. ეს დაწერილი დაუწერელ კანონში ჯდება ქალბატონო მარინა, მინისტრის მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება იყო არა, მე გეტყვით, ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო ჩემი ვალდებულების შესრულება, მაგალითად 27 იანვარს მე სტრატეგიული საბჭოს განსახილველად გავიტანე საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტისთვის ძეგლის მინიჭების სტატუსი და ეს იყო ჩემი ვალდებულება. ეს ამ შემთხვევაში ეს არ იყო არა მინისტრი იყო წინააღმდეგი, დიახ, მაგრამ მე მას განვუმარტე, ავუხსენი, რომ ეს იყო ჩემი მოვალეობა, ჩემი ვალდებულება, ჩემი პასუხისგებლობა. ეს იყო ის საქმე, რაშიც მე ხელფას მიხდი სახელმწიფო. ჩემი საკურატორო დარგი გახდათ ერთ-ერთი სწორედ კულტურული მემკვიდრეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამდენად ამ ესე იგი ადმინისტრაციული წესით გაწერილ პროცედურას მე უნდა მივყოლოდი, როგორც ეს იყო გათვალისწინებული, როგორც ეს ხდებოდა ჩვეულებრივ, როგორც ხდებოდა სხვა განაცხადებთან მიმართებაში. ქალბატონო მარინა, თუ თქვენ ასეთი პიროვნულ გადაწყვეტილებას, რა ვიცი, თუ უწოდებთ ამას, კი ბატონო, მე ვიღებ ჩემს თავზე ამ პასუხისგებლობას, რომ მე მივიღე ეს ერთპიროვნული ვინაიდან თქვენ ასეთი თვალსაჩინო უთანხმოება გქონდათ მინისტრთან, რატომ ელოდებოდით ამ მომენტს, ვიდრე თქვენ მინისტრი გაგათავისუფლებდათ, არ გიფიქრიათ იმაზე, რომ გადამდგარიყავით თქვენი თანამდებობიდან? არა, ცოტა მე ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ მე ის პოზიცია მეკავა, ის თანამდებობა, რომელსაც შემეძლო და ვუძღვებოდი შეძლების და გვარად, კარგად მიუხედავად ძალიან მძიმე სამუშაო სიტუაციისა სამინისტროში, მიუხედავად არაჯანსაღი განწყობისა და ასე შემდეგ, მე ვცდილობდი, რომ მაქსიმუმი გამეკეთებინა ჩემი შესაძლებლობის, ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება კარგად წავძღოლოდი იმ საკურატორო, თქვა, დარგებს და თემებს, რომელიც ჩემს ასე ვთქვათ არეალში მოიაზრებოდა და ვფიქრობდი და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ძალიან ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელი, იგივე ჩემი თანამშრომლების მიმართ, იგივე ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების მიმართ, ჩემი ნებით, თუნდაც მძიმე სამუშაო პირობების და მძიმე ატმოსფეროს გამო იქიდან წამოსვლა. ამიტომ მე ვეცადე, რომ მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, თმენის პოზიცია მქონოდა და საქმე მაინც მეკეთებინა, შეძლების და გვარად, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის თავი არ გამეზოგა, რომ ეს როგორღაც განახორციელება და ეს განახორციელება შემეძლო. უწყების და შესაბამისად პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში არის მინისტრი გურამ ოდიშარია. თქვენ მასთან გქონდათ უთანხმოება, არ თვლით ჯერ ერთი, რომ სწორედ ეს არის გუნდურობის პრინციპის დარღვევა, როდესაც თქვენ განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებთ მინისტრისგან და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რატომ არ იყო გამოსავალი ამ შემთხვევაში ის, რომ თქვენ გადამდგარიყავით და თქვენთან ერთად თუნდაც სხვა მინისტრები, არ ვიცი, თქვენ მარტო მინისტრთან გქონდათ უთანხმოება თუ გუნდის სხვა წევრებთანაც? არა, რაც შეეხება გუნდურობის საკითხს საერთოდ სამინისტროში, აქვე შემიძლია შეგაწყვეტინოთ, მე ვიტყოდი, რომ სამინისტროში გუნდი როგორც ასეთი არ არსებობს. რატომ? ეს არაერთხელ მithქვამს უკვე და შემიძლია გავიმეორო, რომ მინისტრმა ვერ მოახერხა გუნდის შეკვრა, გუნდის შექმნა, იმიტომ რომ გუნდი მე ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს, გუნდი ნიშნავს შეხმატკივრებულ მუშაობას ერთი ხედვით, ასე ვთქვათ, მოქმედი ადამიანებისა. ეს ერთი ხედვა ჯერ ეს ერთი სამინისტროში სამწუხაროდ ვერ ჩამოყალიბდა. ნუ რა ვიცი, ეს ალბათ მაინც მართვის ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ, მართვის. მაინც კიდევ ერთხელ შეგეკითხებით, ქალბატონო მარინა, თუ თქვენ ამბობთ, რომ გუნდი უწყებაში არ არსებობდა ხედვა. მინისტრთან თქვენ ასეთი აშკარა უთანხმოება გქონდათ, რაც ნიშნავს, რომ მინისტრი და თქვენი ხელმძღვანელი არ მოგწონდათ. მაშინ როგორ აპირებდით საერთოდ მუშაობის გაგრძელებას? მე მაქსიმალურად თანამშრომლობას ვცდილობდი, რომ მინისტრისთვის ამეხსნა განმემარტა ბევრი საკითხი, რომელსაც შეიძლება ის სხვა თვალით უყურებდა, ან რომლის თქვათ გამოცდილებაც მას არ გააჩნდა და ასე შემდეგ. ანუ მე ვცდილობდი მაქსიმალურად, ძალა არ დამეზოგა
და ვთქვათ, ჩემი რაც მქონდა ცოდნა, გამოცდილება, რა ვიცი, ხედვა გამეზიარებინა მისთვის და რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, სწორი გზით წამეყვანა, თუნდაც მაგალითად რა საკითხებში, მაგალითად საყდრისი ვიცით ერთ-ერთი თემა, მაგრამ კონკრეტულად კიდევ გითხარით, აი საყდრისთანაც დაკავშირებით რა პრობლემები იყო და კიდევ რა თემებზე ვერ თუნდაც აი ნებისმიერი, მაგალითად ფინანსური მენეჯმენტი, რომელიც ძალიან მოიკოჭლებს ჩვენ სამინისტრო, ანუ კულტურისა და ძეგლთა სამინისტროში და ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი უკმაყოფილების ტალღა ბიუჯეტის და ფინანსების განაწილება. მინისტრი იმაზეც საუბრობდა, რომ პრემიების გამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა თქვენთან პრობლემა. პრემიების გამოწერასთან მოგახსენებთ ამაზე დეტალურად თუ გნებავთ რა საკითხზე და რა ნიუანსი იყო ეს, მაგრამ მე გეტყვით ჯერ უფრო გლობალურ საკითხებს და მე პრემიებზე გადავიდეთ, ესე იგი მე გეტყვით შემიძლია ნამდვილად კიდევ გითხრათ, რომ საკადრო პოლიტიკაზე გქონდა ხშირად საუბარი და კამათი და დავა, იგივე ვთქვათ ხელოვანთა წრისადმი, ანუ კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებისადმი დამოკიდებულების თაობაზე და ასე შემდეგ, ანუ მთელი რიგი საკითხებისა ყოველთვის. რა არ მოგწონდა თქვენ ამ დამოკიდებულებაში? ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ჩვენთან არიან და ისინიც გვეტყვიან შედეგთავიანთ აზრს. ალბათ ისინიც გამოხატავენ თავის აზრს და მაშინ ჯობს რომ მათ გამოხატონ თავის აზრს. მაინც თქვენ რომ გითხრათ რა არ მოგწონდათ მინისტრის დამოკიდებულებაში? ეს არ იყო ის დამოკიდებულება, რომელიც გულისხმობს შემოქმედის თავისუფლებას, მისი უფლებების დაცვას, მისთვის კეთილის მყოფელი გარემოს შექმნას და საინტერესო მათი, ვთქვათ, საინტერესო წინადადებების მათი შემოქმედების განვითარების საშუალებას არ აძლევდა მინისტრი, თქვენ ამბობთ. არა, ნუ ეს ძალიან დიდი ხარვეზებით ხდებოდა ეს. იყო რაღაც პროექტები ჩვენ დავძარით, რა თქმა უნდა განხორციელდა ძალიან საინტერესო რამდენიმე პროექტი და ახლა ხორციელდება, მადლობა უფალს, მაგრამ ეს არ არის ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რისი გაკეთებაც ალბათ მომავალში უნდა შეეძლოს და რაც თქვენ ამ საკითხებზე ჩვენ კიდევ ერთხელ ამ საყდრის სისტემაზე ვიცით ყველამ რომ იყო თქვენ შორის უთანხმოება. აი თუნდაც ამ თემაზე შემოქმედების სფეროს წარმომადგენლებთან არასათანადო ურთიერთობაზე გისაუბრიათ ოდესმე საჯაროდ? არაერთგზის საჯაროდ? საჯაროდ არა, მაგრამ სამინისტროში ძალიან ხშირად, თითქმის ყოველ თათბირზე, აი დღიდან ჩემი მოსვლისა პრემიებზეც გითხრა, პრემიერთან თუ გისაუბრიათ, პრემიერთან დაკავშირებით პრემიერთან შეხვედრაზე გავცელდა ინფორმაცია. ეს იყო რა ვიცი მინისტრის განარტებით ასე გამოჩნდა რომ თითქოს მე ვეწინააღმდეგებოდი თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემას, თუმცა სინამდვილეში რა ვიცი თანამშრომლები თუ არიან და შეიძლება ყველა არ არის, შეიძლება არ არის წარმომადგენლობითი დღეს ნათია ყოფნა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველა დამიდასტურებს რომ მე ვიბრძოდი ყოველთვის ვცდილობდი რომ თანამშრომლებს რაც შეიძლება მაღალი პრემია ჰქონოდათ, იმიტომ რომ ვიცი რა მნიშვნელოვანია. თუმცა თქვენ იცით რომ თქვენი პრემიებიც განსაზღვრება. ჩემი საკუთრივ ჩემი? იცით, ჩემი პრემია იყო ისეთივე, როგორც ყველა მოადგილის პრემია, მაშინ ასე ვთქვათ, რომ მაშინ მოადგილეების და მრჩევლების პრემიები უნდა იყოს. არა, არაფერი. არანაირი. ქალბატონო მარინა, აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ პრემიასთან დაკავშირებით მაინც გეტყვით, რომ ეს იყო მხოლოდ ჩემი, ასე ვთქვათ, პროტესტი გამოიწვია, რის გამოც მე არ მოვაწერე ბრძანებას ხელი, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არ დავემორჩილე მინისტრის თხოვნას და არ მოვაწერე ბრძანებას ხელი, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მინისტრის ერთ-ერთი მრჩევლისთვის, დავით ღონიაშვილისთვის 100%-იანი პრემიის გამოწერას. და თუ გნებავთ ამ თემას გავშლი უფრო. მაგრამ ალბათ ამის დრო იმიტომ რომ ამ ადამიანმა ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა იანვრის თვეში. რას გულისხმობთ? მან შელახა თანამშრომელთა უფლებები. რა ფორმით? გასცდა თავის, ასე ვთქვათ, სამსახურებრივ კომპეტენციას, გასცდა არ დაიცვა კოლეგიალობა. რა თანხმობა უჭირავს მას და როგორ გაცდა ის თავის? მრჩეველი გახლავთ მინისტრის. ალბათ მინისტრს რომ ჩაიკითხოთ, აჯობებს. კარგი. მინდა აუცილებლად გკითხოთ პრემიერთან შეხვედრის თაობაზე. გავსწორდა ინფორმაცია, რომ თქვენ შეხვდით პრემიერს რამდენიმე დღის წინ. რაზე იყო საუბარი და რა შედეგით გამოხვედით ამ შეხვედრიდან? ბევრ საკითხზე და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მომეცა ამ შეხვედრის საშუალება, რადგანაც მოვიხადე ასე ვთქვათ ვალი, აუხსენი ვითარება, ჩავაყენე საქმის კურსში, რაც ხდება, როგორც არის, გავეც პასუხი მის შეკითხვებს და მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ
მას ქონოდა მეტი წვდომა, ვთქვათ, სამინისტროზე, სამინისტროს შესახებ არსებულ, ანუ სამინისტროში არსებულ ვითარებასა და ასევე საყდრის სისტემასთან დაკავშირებით. მოდით, ვინაიდან სამინისტროში არსებულ ვითარებაზე ვსაუბრობთ და შეიძლება თქვენ აი ღონიაშვილის თემაზეც ისაუბრებთ, არ ვიცი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ მე გითხავთ მაინც რომ დაგვიკონკრეტოთ, ღონიაშვილი რა ფორმით გაცდა უფლებებს? ვრცელდება ინფორმაცია მის შესახებაც, რომ ღონიაშვილი არის ODR-ი. დიახ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბატონ გურამოდიშარიას. ანუ თქვენ ინფორმაცია ამის შესახებ არ გაქვთ ზუსტი ინფორმაცია. ასე ვთქვათ, გადმოცემით ასე ვიცი, მაგრამ საბუთი არ მაშინ ის გითხარით რა უფლებები დაარღვია მან, რას გადააბიჯა, რას ღვარს გადააბიჯა, რის გამოც თქვენ აღარ გინდოდათ მისთვის პრემიის გამოწერა. მან ერთ დღეს, როდესაც ჩვენთან RMG Gold-ის წარმომადგენლები იყვნენ მოსულნი საკმაოდ პროვოკაციული განწყობით და ეს არის ის კომპანია, რომელმაც საყდრისის საბადო უნდა დაამუშავოს, ლიცენზია აქვს მას ამისი. მაშინ მე გავედი ამ ადამიანების შესახვედრად, რათა შემეთავაზებინა მათთვის რამდენიმე წარმომადგენლის 50-ოდე წარმომადგენლის შერჩევა და ზემოთ სამინისტროს სააქტო დარბაზში შესვლა, მათი კითხვებისა და საყვედურების მოსასმენა და პასუხის გასაცემად, რა თქმა უნდა, შესაბამისად. და როდესაც დაიძაბა საკმაოდ ვითარება, თუმცა ხა მე მაინც გაცნობიერებლად მე გიყვებით რა გავიგე, მე ასე პოსტფაქტუმ ასე ვთქვათ. ჩვენი PR-ის თანამშრომლები გოგოები შებრუნდნენ, შევიდნენ სამინისტროში, რათა ეთხოვათ დაცვის თანამშრომლებისთვის გამოსვლა და ჩემს გვერდით დადგომა და მან ფაქტობრივად გააჩერა ეს ხალხი, ანუ არ გამოუშვა თუ შემოაბრუნა კიდეც დაცვის თანამშრომელი და მერე ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა და მუქარა და ასე შემდეგ თანამშრომლები. ქალბატონო მარინა, საიდან ქონდა თქვენი აზრით მაშინ მას ამის დავალება, თქვენი შეფასებით, ვინაიდან თუ ის ეგრეთ წოდებული ODR-ია, მაშინ ის დავალებებს არ იღებს მხოლოდ სამინისტროსგან? ვერ გეტყვით ეს ინფორმაცია კულტურის სამინისტროსგან. მე შემიძლია გავაკეთო მხოლოდ იმ ფაქტის კონსტატაცია, რომლის შესახებაც შემდეგ თანამშრომლებმა ასე ვთქვათ მითხრეს, მომახსენეს და რომლებიც აღშფოთებულნი იყვნენ მისი საქციელით და რომელიც ნამდვილად ცდება ყველანაირ ნორმას, კოლეგიალობისას და ვთქვათ თქვენ საუბრობდით კომპანია RMG-ზე და არსებულ ზეწოლაზე. რას გულისხმობდით ესეც რომ დაგვიკონკრეტოთ საყდრისთან დაკავშირებით? ეს არის რაღაცა ესეთი მიზანდასახული და თანმიმდევრული, ასე ვთქვათ, სერია, რაღაც PR რომელსაც ძალიან კარგი PR კომპანიაც ზდევს თან, რომელიც რაღაცნაირად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ კულტურული მემკვიდრეობის ცნებას და მის შენარჩუნებას მაინც და მაინც უპირისპირდება ეკონომიკური ინტერესი, რაც საფუძველშივე მცდარია ეს მიდგომა. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებას განემარტოს, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება სწორედ რომ ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის და სწორედ რომ სახელმწიფოებრივი ინტერესია, ზუსტად ისევე როგორც თვით საწარმოს განვითარება, რომ და თვით საწარმოს ვალდებულებაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, მის სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ესე იგი სულ მიდის რაღაცა თამაში, არაერთგზის ყოფილა რაღაცა, ვთქვათ, მითითებები, ისეთი ცოტა გაურკვეველი, რომ ვთქვათ, ეს საკითხი არ უნდა გავიტანოთ, ან უნდა მოვიცადოთ, ან რატომაც ეს იგი სულ იგრძნობა. სამინისტროში იყო ფასეულობითი კონფლიქტი, ანუ ეკონომიკური წინსვლა ამ შემთხვევაში და ინვესტორის ინტერესები თუ კულტურული მემკვიდრეობა. ხო, რაც თავისთავად უკვე ასაკითხის არასწორად დაყენება და სწორედ ეს იყო ჩემი თავარი საყვედური ministris მიმართ. და მათ შორის ბატონი გურამოდიშარია პირიქით აყენებს ამ საკითხს და არა ისე როგორც თქვენ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, მაშინ როგორ აპირებდით საერთოდ მათთან თანამშრომლობას თუ ძირშივე დამოკიდებულება ამ ფასეულობათა შორის განსხვავება. ხო, მაგრამ მე ხომ ისვის ვიყავი ამ სამინისტროში, რომ ეს ამაზე მემუშავა, რომ რაღაცნაირად ეს ხედვა და ეს დამოკიდებულება შეცვლილიყო, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ministrs ვერ მიჰქონდა სათანადოდ ეს ინფორმაცია. ministri ვერ ახერხებდა თავისი პოზიციის კაფეოდ ჩამოყალიბებას, ისე რომ იგივე მინისტრთა კაბინეტისთვის, იგივე პრემიერისთვის კაფეო გამختارიყო ამ პრობლემის არსი და აი ამ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. ეს იყო მთავარი, რაც ვერ მოახერხა, რისი მიტანაც მინისტრმა სწორად ვერ მიახერხა მინისტრთა კაბინეტს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გვაწევს პირველ რიგში ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი დარგის კულტურული მემკვიდრეობის, ანუ კულტურის ზოგადად და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და თუ მინისტრი ვერ არის, ასე
ვთქვათ, კარგად ვერ გზნობს თავს აი ამ დარგის ლობისტის პოზიციაში, ლობისტის ოღონდ საუკეთესო გაგებით, ხო? აი როგორც მაგალითად ეკონომიკის გრადი განვითარების სამინისტრო ლობირებს, ხო, ამ საწარმოო სექტორს, ესეც გასაგებია. მაშინ მან რა უნდა ქნას? ხო, მაშინ აი უკვე პრობლემაა, ხო, რეალურად. ახლა მე მართლა არ დამიკლია, ასე ვთქვათ. თქვენ რატომ თვლით, რომ მოდიშარიამ ვერ მიიტანა მთავრობამდე ეს საკითხი ისე როგორც საჭირო იყო, იქნებ მიიტანა? იმიტომ რომ ისეთ არაერთხელ ყოფილა ეს, მაგრამ მთავრობის დამოკიდებულებაც ასეთი იყო. ნუ რა ვიცი, აი ნახოთ, ახლა მომავალი გვიჩვენებს. მე მაინც მგონია, რომ აი დღეს რაც ხდება, ხო, იგივე სამეცნიერო წრეში, სამოქალაქო საზოგადოებაში, პროფესიონალთა წრეში და ეს სამოქალაქო, ანუ მოქალაქეების მხრიდან წამოსული ინიციატივა თუ პროტესტი ამ საყდრისის აი ესე მიჩქმალვის და გაუფასურების წინააღმდეგ გამოიღებს სათანადო შედეგს და დღევანდელ ხელისუფლებას დაანახებს იმის აუცილებლობას, რომ უნდა გადააფასოს აი აქამდე გადადგმული ნაბიჯები და ძალიან ფრთხილი და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. პრემიერს როცა შეხვდით, ალბათ აუცილებლად იქნებოდა საყდრისზე საუბარი. პრემიერის დამოკიდებულება როგორია მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით? ძალიან დაინტერესდა და ძალიან ბევრი ისეთი სიღრმისეული შეკითხვა დამისვა. და როგორია მისი პოზიცია ეკონომიკური წესვა და ინვესტორი თუ მე მგონი მას მაინც სახელმწიფოებრივი ხედვა აქვს, რაც და იმედი მაქვს ძალიან დიდი რომ აქვს ეს ხედვა, რაც გულისხმობს სწორედ რომ არა ამ ორი, ასე ვთქვათ, სფეროს კულტურული მემკვიდრეობისა და ეკონომიკური განვითარების დაპირისპირებას, არამედ რაც ცალსახად ტოლობის ნიშანს უსვამს კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკურ სარგებელს. კარგით, და თქვენ აპირებთ სასამართლოში შეიტანოთ საჩივარი, როგორია თქვენი მოლოდინი? იცით, სასამართლოში ვაპირებ შევიტანო, დიახ, რადგანაც აღარ მინდა რომ მომავალში ასეთი რამ განმეორდეს, რომ რაღაც საკითხის, რაღაც პრინციპული მიდგომის და საკუთარი მისიის კანონის დარღვევა მოხდა? აი, იცით, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არის, მაგალითად იგივე მინისტრის შენიშვნაში, რომელიც რაღაცა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში იმდებს ბრალს და რაღაც, როცა მე ვთვლი რომ სტრატეგიული საბჭოს ხო, როცა მე ვთვლი რომ ეს იყო ჩემი სამსახურებრივი მოვალეობის სწორედ რომ ჯეროვნად შესრულება, იმიტომ რომ ისევ და ისევ ვიმეორებ, მე ვარ ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე და ვიღებ ხელფასს იმაში, რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა. ანუ იქ იყო რაღაც მთელი რიგი საკითხებისა, ცოტა ბუნდოვანი და გაურკვეველი, მე ვთხოვე ასევე წერილობით მინისტრს განმარტება, მაგრამ პასუხი ასეთი მივიღე, რომ მინისტრი არ არის ვალდებული წერილობითი განმარტება გააკეთოს თავის შენიშვნაზე. ანუ რა ვიცი, კარგი იქნებოდა რომ ყველასთვის, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის და ასევე ყველა სხვა საზოგადოებისთვის ჩვენ საზოგადოებისთვის იყოს ნათელი რა მოხდა, როგორ მოხდა და ასეთი პრეცედენტები მომავალში აღარ მოხდეს. დიდი მადლობა. ქალბატონი მარინე მიზანდარი ამჟამად უკვე კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ახლა მოვისმინოთ როგორია მოქმედი მოადგილის პოზიცია და არჩევანში პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება უკვე ალექსანდრე მარგიშვილი. ბატონო ალექსანდრე, თქვენ მოისმინეთ ქალბატონი მარინეს პოზიცია კიდევ ერთხელ და ის ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მას ჰქონდა უთანხმოება მინისტრთან, ეს იყო ის, რომ მან ვერ შექმნა გუნდი უწყებაში, არ ჰქონდა სწორი ხედვა, ასე შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ, რა გახდა რეალური მიზეზი მარინე მიზანდარის პოსტიდან გათავისუფლების? მოგესალმებით. მოგახსენებთ გუნდთან დაკავშირებით, პირველ რიგში მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მართლაც შეკრული, გაერთიანებული გუნდი, რომელიც ერთმანეთთან აზრების გაცვლის გზით ცდილობს, რომ მიიღოს კონსენსუსით გადაწყვეტილებები. მარინე მიზანდარი ერთადერთი გამონაკლისი იყო? მოგახსენებთ, გასული 1 წლის და 2-3 თვის განმავლობაში ეს პრაქტიკა ეტაპობრივად დამკვიდრდა. ჩვენთან ტარდება მუდმივი შეხვედრები, ეგრეთ წოდებული თათბირები მინისტრთან, სადაც ყველა მოადგილეს და ხშირ შემთხვევაში მინისტრის მრჩევლებს აქვთ საშუალება წარმოადგენონ თავისი მოსაზრებები, სხვადასხვა პროექტები ან შეფასებები სხვის პროექტებზე და როგორც წესი ჩვენ არ ვიშლებით ხოლმე, სანამ არ მივახცევთ კონსენსუსს. მას შემდეგ, რაც მინისტრი დაეთანხმება საერთო გადაწყვეტილებას, ჩვენ გუნდის წევრები აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას. და ასეთ შემთხვევაში როგორ იქცეოდა მარინე მიზანდარი? მოგახსენებთ, სამწუხარო გამონაკლისი იყო ქალბატონი მარინე,
რომელსაც პრაქტიკულად ყველა საკითხზე ეს იქნებოდა ადმინისტრაციული საკითხები შიგნით სამინისტროში თუ იქნებოდა პროექტების დაფინანსება, მხარდაჭერა ან სამინისტროს ინიციატივით პროექტების განხორციელება, ჰქონდა ყოველთვის განსხვავებული აზრი და რაც ყველაზე სამწუხაროა, იმდენად ხისტი პოზიცია, რომ საერთოდ არ ითვალისწინებდა არც კოლეგების და კიდევ უარესი მე თუ მკითხავთ მინისტრის მოსაზრებებს. არა მხოლოდ მოსაზრებებს, არამედ პირდაპირ მითითებებს მინისტრისგან და დავალებებს არ იზიარებდა, ხშირად იქცეოდა ამ მითითებების საწინააღმდეგოდ, ხშირად იგნორირებას უწევდა თავისი კოლეგების, თანამშრომლების აზრს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა როგორც ერთის მხრივ ქალბატონ მარინესთან თანამშრომლობას, ასევე თვითონ სამინისტროს ეფექტიან მუშაობას. ბატონ ალექსანდრე, ჩვენ გვახსოვს კულტურის მინისტრის პირველი ორი კანდიდატის ბედი, რომლებიც ვერ მივიდნენ მოადგილეობამდე და შემდეგ ახლა მას დაემატა მარინე მიზანდარიც. იქნებ თვითონ მინისტრში ან სამინისტროშია პრობლემა. შეგვიძლია ვთქვათ, უხეშად სამი მოადგილე, რომელმაც დაკარგა პოსტი. იცით, ქალბატონი მარინე, მე თუ მეხსიერება არ ვღალატავს, არის პირველი მოადგილე, რომელიც გათავისუფლდა, თქვენ ახსენეთ მაგალითები, როდესაც მოადგილეები დანიშნული არ იყვნენ. დიახ, ამიტომაც თქვი მე კანდიდატები სწორედ. დიახ. არა, აქ მე მგონი განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მე ვიცი, რომ თქვენი სტუმრების ნაწილი ამას დაარქმევს და დარწმუნებული ვარ, რომ გულწრფელად დაარქმევს პრინციპულობას. თუმცა ჩემი აზრით და შეფასებით ეს არის მოუქნელობა, ხისტობა, რაც მიუღებელია სახელმწიფო სამსახურში. არ შეიძლება დაუმერჩილებლობა უშუალო უფროსთან, ზოგჯერ პირდაპირი წესით დაუფარავად, ზოგჯერ იგნორირების წესით. ბატონ ალექსანდრე, ჩვენ ქალბატონ მარინესთან ვსაუბრობდით სხვადასხვა მიზეზებზე, უთანხმოების სხვადასხვა საკითხებზე. პრემიები იყო ერთ-ერთი საკითხი და ჩვენ მოვისმენთ, რომ ღონიაშვილისთვის პრემიის გამოწერაზე ქალბატონმა მარინემ უარი განაცხადა, რამაც გამოიწვია მინისტრის უკმაყოფილება. თუმცა თქვენს გაგიმეორებთ ამ შეკითხვას, ჩვენი ინფორმაციით შესაძლოა ღონიაშვილი იყოს ოდერი, ეგრეთ წოდებული ოდერი თქვენს უწყებაში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? მოგახსენებთ, ბატონი დავითი გახლავთ მინისტრის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. იგი აქტიურად არის ჩართული სამინისტროს მიზნების მიღწევაში, ეხმარება მინისტრს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და მთლიანად სამინისტროს. რაც ქალბატონ მარინემ ბრძანა, მოგახსენებთ, თუ შეიძლება იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც ქალბატონ მარინემ ახსენა, სამწუხაროდ ესეც ერთ-ერთი მაგალითია უსაფუძვლო ბრალდებების. ჩვენმა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ეს საკითხი და ჩემი ინფორმაციით ის ბრალდებები, რაც ქალბატონ მარინემ წარმოადგინა, არ დასტურდება და შესაბამისად მინისტრს მიღებული ქონდა გადაწყვეტილება, რომ 100% იგულისხმება მისი სარგოს, ანუ ხელფასის 100% გაორმაგება, ანუ ბატონ ალექსანდრე, საყდრისთან იყო დაკავშირებული ეს თემა, ღონიაშვილის თემა და ქალბატონი მარინე აგრეთვე საუბრობს ზეწოლაზე, PR კამპანიაზე, რომელიც იმ კომპანიის ინტერესების დასაცავად მიმდინარეობდა თითქოს ქვეყანაში, რომელმაც უნდა დაიწყოს ლიცენზიის მიხედვით ოქროს მოპოვება საყდრისზე. ამაზე რა სიტყვით? ქონდა თუ არა ადგილი ამას დაინტერესებას იმაში, რომ კომპანიას დაეწყო იქ მუშაობა? მოგახსენეთ, მე არ ვიცი რა სახის PR კამპანიას გულისხმობს ჩემი ყოფილი კოლეგა, მაგრამ მინდა დაგისაბუთოთ, დაგარწმუნოთ, რომ როგორც სამართლებრივად, ასევე ტექნიკურად შეუძლებელია რაიმე გავლენის მოხდენა სამინისტროზე კერძო სექტორიდან ან რაიმე კერძო ინტერესებიდან. სამინისტრო მუშაობს გამართულად, იცავს წესებს, პროცედურებს. ისე რომ რაც არ უნდა კამპანია ჩატარდეს, თუ ასეთი ტარდებოდა, მე არა ვარ საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით. თუმცა ეს თემა თქვენი ხმაურიანი გახდა მას შემდეგ და კომპანიამაც უფრო აქტიურად დაიწყო პრეტენზიების წამოყენება მას შემდეგ, რაც აგვისტოში ძეგლის სტატუსი მოუხსნა სამინისტრომ საყდრისის საბადოს. მესმის, ეს სხვა საკითხია. მე ვფიქრობ, თქვენ კითხულობთ PR კამპანიაზე ან რაიმე სახით
ამასაც კითხულობდი, ხომ არ ატარებდა სამინისტრო ამ კომპანიის ინტერესებს. ხომ არ უწყობდა ხელს ამ ინტერესების გატარებას. არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და მე ბუნებაშიც ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სამინისტრომ გაატაროს რომელიმე კერძო კომპანიის ინტერესი. მოდით ფასეულობათა ურთიერთობაზე და საწინააღმდეგო ფასეულობებზე თქვენს კითხავთ. ხომ არ იყო მთავრობისგან მითითება შეიძლება არაპირდაპირიც, რომ ეკონომიკური ინტერესები უფრო მაღლა უნდა დამდგარიყო და ინვესტორის ინტერესები ვიდრე კულტურული მემკვიდრეობა. და სწორედ აქ გაჩნდა ამ მომენტში მარინე მიზანდარი როგორც ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მხარე. იმედია რომ ამას სერიოზულად არ კითხულობთ, რა თქმა უნდა ასეთი მითითება. მივიღოთ ხუმრობით, რა თქმა უნდა, მე ამიტომაც ვთქვი რომ არაპირდაპირ თუნდაც ვიგულისხმე რომ მთავრობის პოზიცია ხომ არ არის ასეთი ზოგადად და არა მხოლოდ კულტურის მინისტრის. არა, მთავრობა მუშაობს კოლეგიალურ პრინციპზე, რაც ნიშნავს რომ სხვადასხვა სამინისტროები წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს და განხილვის შედეგად, ანალიზის შედეგად მიიღება გადაწყვეტილებები. ისე რომ არანაირი ან ეკონომიკური ინტერესის, კულტურული მემკვიდრეობის ინტერესის ზემოთ, ან პირიქით დაყენების არათუ მითითება, საერთოდ დარწმუნებულია რომ აზრათაც არავის არ მოსვლია ეს თავში, რომ ასეთი მითითება გაეწია. დიდი მადლობა. ალექსანდრე მარგიშვილი, კულტურის მინისტრის მოქმედი მოადგილე გვერდთმოდა პირდაპირ ეთერში და ახლა მე უკვე გადმოვდივარ ჩვენს სტუმრებთან. თქვენ მოისმინეთ ორივე მხარის არგუმენტები და რა თქმა უნდა გვაინტერესებს თქვენი შეფასება, როგორ აფასებთ მთელ ამ სიტუაციას და რა ანალიზს გააკეთებთ, რატომ მივიდა მდგომარეობა ასეთ დაპირისპირებამდე. მოდით ხალბატონო ნინო თქვენგან დავიწყოთ. ძალიან მიჭირს ლაპარაკი, იმიტომ რომ საქმის კურსში არა ვარ და ძალიან რთული არის რამის თქმა ამ საკითხში. ეს უნდა იცოდე საქმე, უნდა იცოდე რა ხდება და უნდა იცოდე ურთიერთობა. მე მაგალითად ამ საქმის შეფასება ნამდვილად ძალიან მიჭირს, რატომ მოვიდათ კონფლიქტი არ მესმის. უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ყველა ადამიანი, ვინც მუშაობს სახელმწიფო მოდით ასე ვთქვათ, ხალბატონო გაგიმარტივებთ ამოცანას ხალბატონო მარინე მისაუბრა რომ ერთ-ერთი მთავარი მინუსი გურამ ოდიშარიასი არის ის რომ ის მას არ აქვს სათანადო დამოკიდებულება შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან. მაგალითად თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით თქვენ როგორი დამოკიდებულება აქვს სამინისტროს ხელოვან ადამიანებთან? ცოტათი ავათავარ და უმდევ. მე უბრალოდ რა მინდა გითხრათ, რომ როდესაც ადამიანი თანხმდება, მე ესე ვფიქრობ, სამსახურში, როდესაც ხარ, ჩინოვნიკი ხო, როგორც ესე ვიტყვით, ხო? უნდა იყო მზად იმისათვის, რომ შეიძლება შენმა უმფროსმა ან გაგიშვას ან აგიყვანოს. ეს ალბათ ნორმალურია, ხო? ყველგან ესე ხდება და ეს ამაში არასოდეს ტრაგედია არ იყო. რასაკვირველია, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი პოზიცია დაიცვას. მაგრამ რაც შეეხება ეხა პირადად ჩემს საკითხზე ვილაპარაკებ და ურთიერთობას ჩემსას პირადად კულტურის სამინისტროს და ჩვენ კურირებს ბადრი ბაგრატიონი, მასთან გვაქვს ნორმალური ურთიერთობა იმ მცირე შესაძლებლობებით, რაც გააჩნია კულტურის სამინისტროს, ყველანაირად შედის ჩვენ მდგომარეობაში, გვეხმარება და უნდა გადაწყვეტოს ის საკითხები, რასაც ჩვენ წარუდგენთ კულტურის სამინისტროს. წარმოიდგინეთ, ბიუჯეტი რაც აქვს კულტურის სამინისტროს, ეს არის არა მხოლოდ ერთი თეატრის ბიუჯეტიც კი, ოპერისა და ბალეტის სხვა ქვეყანაში. ამიტომ ძალიან რთულია, ხო, ძალიან შეზღუდულია და რასაც შეუძლიათ, იმას გვეხმარება. მე ვლაპარაკობ ამას, რაც ეხება დღესდღეობით ოპერისა და ბალეტის თეატრს. ბატონო გუგა, თქვენ რა სიტყვით? მე მეგონა საკმარისი იყო მოსმენა მინისტრის, მეორე მოადგილის და მიზანდარის, რა კომენტარი არ ჭირდება, თუნდაც იმისთვის, რომ ვინ ლაპარაკობდა დამაჯერებლად, გამართულად, კომპეტენტურად. თქვენთვის ეს იყო მე ხვდები რა მარინა მიზანდარი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ვინ იყო გითხარით, მაინც ვინ მისარდარჩეს მაყურებლებს შორის მილიონობით ადამიანის შორის ორი აზრი. ვინ იყო ეს? მარინა მიზანდარი. ხო, და ამის მარინას დაცვას აბსოლუტურად არ ვაპირებ, მაგრამ ეს მე მგონი ფაქტია და ის პრინციპულობა, რომელიც გამოიყენა და სწორედ დაარღვია თავის პოზიცია, დაიცვა და წინააღმდეგობა გაუწია მინისტრს, მე მგონი ეგ სწორედ იმას ნიშნავს და იცავდა რას კულტურულ მემკვიდრეობას. ნუ ამაზე მე არც ვაპირებ ამაზე ლაპარაკს მარინას დაცვას. ეგ არის მე შემიძლია პრეტენზიები წარმოადგინოთ, თუნდაც
თქვენ დაგეხმარათ მინიმალური თანხებით სამინისტრო, კარგია, მაგრამ 3 მილიონი დააბრუნა სამინისტრო, იმიტომ რომ არ ჩათვალა სათანადო პროექტებზე. 3 მილიონი თქვენ პრობლემას გადაწყვეტავდა, ეგრევე გადაწყვეტავდა წერლის სახლის პოზიციას, მაგალითად მე მიმაჩნია, რომ კულტურის მემკვიდრეობის დარგში ალბათ მინისტრი ბევრად ნაკლებად კომპეტენტურია, ვიდრე მარინა მიზანდარი, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მაგის სფეროა. მაგრამ ლიტერატურა და მწერლობა არის მე მგონი. ამიტომ წერლის სახლი, რომელშიც რასმუსენის მიღება მოეწყო და გვერდზე ოთახში გაჯიყრია და ზემოდან. ესე იგი, იმდენად მნიშვნელოვანია და ეხლა ბიძინა ივანიშვილი ჩაწერეს იყო ინტერვიუ მასთან, წერლის სახლში კეთდება ეს ყველაფერი და არ ჩერდება ყოველდღე საღამოებია იქ. თურმე თანხა უკან ბრუნდება იმისთვის რომ მორჩეს იმისთვის რომ ამას სრულყოფილად იმუშაოს და არის საოცარი შენობა, ძეგლი, მუზეუმი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი შეიძლება იმაზე ვილაპარაკოს არაჯიშვილის საქმე და პაულოიაშვილის კვლევობის ადგილი და ასე შემდეგ, ხო? და მე ერთი რამე კიდე შემიძლია ვთქვა, როცა გავიგე რომ მინისტრად დაინიშნა და არ ვიცოდი ვინ არის, იძახდა რომ კარგი ადამიანია, წესიერი და ერთ-ერთი ისეთი პლუსი იყო ჩემთვის რომ მან თავის დროზე მწერალთა კავშირიდან წამოვიდა. დიახ. წამოვიდა ისე მე მგონია პრინციპულობის გამო. მხოლოდ, იმიტომ მე ვიქნა შეიძლებოდა. აი ახლა ეგეთივე რამე ჩას მარინა მიზანდარი ოღონდ გამოვიდა, მაგრამ არ წამოვიდა, იმიტომ რომ არ წამოვიდოდა. რატომ არ წამოვიდოდა, როდესაც თქვენს ხედავდა, ჩვენც ვნახეთ, რომ მას ფაქტობრივად თითქმის შეურიგებელი წინააღმდეგობა ჰქონდა უკვე მინისტრთან. ნუ შეეცადა ბოლომდე გაიტანო ის, იმიტომ რომ ეგ არ არის შენ შეიძლება მწერალთა კავშირიდან წამოხვიდე შენი პირადი ამბიც რაღაცის გამო და აქ მაგას აბარია, არის საყდრისზე ლაპარაკი, არის ძეგლებზე. და თქვენ ეთანხმებით, რომ ის უნდა ბოლომდე დარჩენილიყო და ბოლომდე ეცადა რომ გაიტანოს. იცით რა, როცა წარმოადგენს მოადგილე მინისტრის და მაგის სფეროა კულტურის მემკვიდრეობის დაცვა, ბუნებრივია, ემან ბოლომდე უნდა დაიცვას. ეს თუნდაც ეკონომიკურად მნიშვნელოვანი იყოს და სახელმწიფოს ინტერესებში იყო, მაგრამ უნდა დაიცვას კულტურის თანხმობა, კულტურა უნდა დაიცვას, ძეგლები უნდა დაიცვას, ჩემი აზრით, რა. და ყველა ის პოზიციაა დაიცვას. შეიძლება განთავისუფლონ, როგორც მოხდა, არ არის პრობლემა, მაგრამ პრობლემა დიდია. ფიქრობთ, უნდა დარჩენილიყო თუ არა მიზანდარი თავის თანამდებობაზე ბოლომდე და უნდა მიიყვანა თუ არა საქმე გათავისუფლებამდე. იცით რა? აი მე რომ სტუმრებს გადავხედე, ალბათ მე ვარ ერთადერთი, ვინც ვარ სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, სამხატვრო ხელმძღვანელი. ამიტომ ჩემი ურთიერთობებიც კულტურის სამინისტროსთან არის განსაზღვრული, გარკვეული რაღაც ჩარჩოებით. სამინისტრო სტრუქტურა ესეთია, ბოდიში რომ შორიდან ვიწყებ, მაგრამ ამას აქვს მნიშვნელობა. რომ რასაკვირველია, მინისტრი ღებულობს გადაწყვეტილებას, მაგრამ ის მოადგილეები, რომლებიც არსებობენ, რომლებიც მუშაობენ სამინისტროში, ყველას აქვს თავის სფერო, როგორც ქალბატონ მარინეს მაგალითად. ერთავიანთი მიმართულებებია. დაცვა და ამავე დროს საზღვარგარეთთან ურთიერთობა. მაგალითად ჩვენი ორგანიზაცია, განსულ ხახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი, ესე ვთქვათ, მისი კურატორი მოადგილეებიდან არის ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი. აი მაგალითად ნინო მახსენა, რომ ოპერის თეატრი ბატონ ბადრი ბაგრატიონთან შედის, ბატონ ალიკოსთან ფინანსები და ასე შემდეგ. მე ხა ეს რატო ჩამოვთვალე? მე ხშირად არ დავდივარ ხოლმე სამინისტროში. განსაკუთრებით შარშანდელი წელი ჩემთვის იყო ძალიან ესეთი მანიშნებელი, იმიტომ რომ გასაგებია შეიცვალა რაღაცა ხელმძღვანელობა არა მარტო კულტურის სამინისტროში ყველგან და რაღაცა ესე ვთქვათ დრო უნდა მიცე, რომ ამ ხალხმა გაერკვიოს ჯერ რა იყო მანამდე გაკეთებული, რა პრიორიტეტები ექნებათ თვითონ, რას გააკეთებენ. მით უმეტეს რასაკვირველია მე შევედი იმ პროექტებით, ეს ინტერესიც მქონდა რომ გაკეთებულიყო და არანაირი საშუალება არ იყო ამის დაფინანსების. იმიტომ რომ არც შარშან არ მოუმატებია თავრობას კულტურის სამინისტროსთვის ბიუჯეტი და ყველა სამწუხარო ისაა რომ არც წელს. ამიტომ ეს არ შეცვლილა ეს სტატუსი. აქედან გამომდინარე შარშან ფინანსებზეც არ არის საუბარი ალბათ არა აი აქაც ახლა თუნდაც იგივე საყდრის სისტემასთან დაკავშირებით ფასეულობებზეც არის ხოლმე პრობლემა. ხა საბიუჯეტო წელი ეხლა დაიწყო. აი ეს რაღაც ერთი თვის წინ, თვენახევრის წინ, ფაქტურად ყველა მოადგილესთან ვიყავი მე. იმ პრობლემებიდან და იმ გეგმებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ორგანიზაციას აქვს. ესე იგი არანაირი ანტაგონიზმი არ ყოფილა არც ერთი მოადგილისგან, საბოლოო ჯამში ეს მინისტრთან იყრის ყველაფერი თავს. ყველაფერში იყო მზადყოფნა, რომ რაც შეიძლება დახმარებოდნენ არა მარტო ჩვენ ორგანიზაციას, ოპერას, რა ვიცი, სხვა მუსიკალურ ცენტრს, თეატრებს და ასე შემდეგ, მაგრამ იმ ფარგლებში რაც ჰქონდათ ფული.
იმაზეც გუგა რაღაც მინდა მე თქვა იმ დაკარგულ ფულზე, ხო, იქ სხვადასხვა ციფრები ვიტყვი აუცილებლად. დაკარგული კი არა, დაბრუნება. ხო, მე არ დამჩა ესეთი დაბეჭდილება, რომ ესენ მუშაობდნენ ერთ გუნდად. შეიძლება მე რომ ყოველ დღე დავდიოდი კულტურის სამინისტროში, ცოდნოდა უფრო ადრე ეს პრობლემები, მაგრამ არ იქნებოდა ესეთი დაბეჭდილება, რომ ეს არის აი რაღაც ის რა ქვია, დაქსაქსული და ყველა თავის ხარეს რო საბანს გაჩავს, ესეთი რაღაც ერთიანი მიმართულება. ერთობა იყო ყველაფერში, ეხლა მე რასაც უყურებდი. ამ ორ კვირაში რა მოხდა? ჩემთვის არის მაგალითად ძალიან გასაკვირი. და ბევრ ამას ახლა აი ამ დღეებში ვგიბლობ მე და განსაკუთრებით დღეს. რაც შეეხება დაბრუნებულ ფულს არ მინდა ეს დავტოვო ისე. შარშან ნოემბერში კულტურის სამინისტრომ ყველა მის მიერ დაარსებულ სიპს გამოგვიგზავნა შემოთავაზება, რომ ჩვენი მატერიალური ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად სულ სხვადასხვა რაოდენობის თანხას გვთავაზობდა და ჩვენ უნდა წარგვედგინა ჩვენ რისი შესყიდვა გვინდოდა, მაგალითად ჩვენ ორგანიზაციას სხვა რამე ჭირდება, თეატრს სხვა რაღაცა ჭირდება. ჩვენ ეს გავაკეთეთ, სხვადასხვა თანხები იყო, ზოგისთვის 100.000 იყო, ზოგისთვის 50.000 იყო, იქიდან გამომდინარე რა, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი წარუდგინეთ სამინისტროს. და გულის ფანცკალით ველოდით, რომ ეს მოხდებოდა. და რა მოხდა? მე როგორც ვიცი, ეს სამინისტროდან კი არა, გაცილებით უფრო ზევით, უკვე ფინანსთა სამინისტროდან და ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამინისტროს არ მიეცა ეს ფული. მე როგორც ვიცი, შეიძლება მე სტარი ურთიერთობა, მაგრამ სურვილი რო იყო ამ ფულის ათვისების და კარგ საქმეში დახარჯვის, ვერ მოვიტყუები რა და ნამდვილად რაც იყო, რაზეც ხელი მაქვს მოწერილი, მას გეუბნებით. გასაგებია. სოფო, თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო ის, რაც მოხდა? ბატონო თქვა რომ ბოლო ორ კვირაში მოხდაო თითქოს ჩემთვის ეს ყველაფერი. თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო? ჩვენ საკითხში ბატონი ვახტანგის საკითხს შევეხებოდი თანხებთან დაკავშირებით. ეს თანხა ნამდვილად ჰქონდა სამინისტროს და უბრალოდ ის დაბრუნდა ბიუჯეტში. უბრალოდ რატომ თქვენ გაქვთ ინფორმაცია ამის? რა უთხრეს სხვა საკითხია. მე მგონი ერთ-ერთმა მოადგილემ გააკეთა კიდევაც კომენტარი ქალბატონმა მანანა ბერიკაშვილმა, რომ წლის ბოლოსთვის ინახავდნენ გარკვეულ თანხას, არ იცოდნენ წლის ბოლოს რამე საინტერესო პროექტი შევიდოდა თუ არა. მე აღინიშნა, რომ საინტერესო პროექტები არ შევიდა, პრეს-რელიზიც დაიწერა ამის თაობას და გავრცელდა მედიაში. და ამიტომ ეს თანხა დარჩა გაუხარჯავი და ამიტომ ბევრი იგივე სხვა ორგანიზაციების დირექტორები, ასე ვთქვათ, აღშფოთდნენ, რადგანაც მათ მშვენივრად ახსოვდათ არაერთი პროექტი დაწერილი, რომელიც სამინისტროში გაიგზავნა. ანუ რეალურად ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ ამბობთ, რომ სამინისტროს ჰქონდა თანხა, მაგრამ სამინისტრომ ეფექტურად ვერ მოახერხა ამ თანხის განაწილება. ამიტომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ თუ კი საუბარია ერთ-ერთი მოადგილისგან, როგორ გუნდურად, კარგად მუშაობენ, მაშინ უნდა არსებობდეს ერთი წლის სუმცირე გაწერილი გეგმა პრიორიტეტების. ბატონი ვახტანგი კაბინეტიდან კაბინეტში არ უნდა დადიოდეს თხოვნით და ხვეწნით, რომ მნიშვნელოვანია მისი ან ცენტრის რომელიმე პროგრამა. ამას სამინისტრო უნდა იყოს ისეთი ორგანიზაცია, რომელიც გააკეთებს მონიტორინგს, დასკვნას გააკეთებს მომავალი სუმცირე ერთი წლის განმავლობაში კულტურაში რისი დაფინანსება არის აუცილებელი და სასიცოცხლო. თქვენ სურათი ყოველთვის ასეა ბოლო წლების განმავლობაში, არა მარტო თქვენ ამბობთ, რომ არაეფექტური არა მხოლოდ ეხლა, არამედ წლების განმავლობაში უკვე კულტურის სამინისტრო. მე როგორც წლების განმავლობაში კრიტიკოსი ყველას შემადგენლობისა სამინისტროსი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეხლა ყველა პრობლემა, ყველა მიმართულებით გამწვავებულია. სრული შემადგენლობით თქვენ ამბობთ, მარინე მიზანდარის კრიტიკოსიც ხართ? მე ვიგულისხმე, რომ ყველა სხვადასხვა შემადგენლობის კი ბატონო. ამ შემთხვევაში მაინც გკითხავთ, მარინე მიზანდარის მიმართ თუ გაქვთ კრიტიკული შენიშვნები. ხება და კრიტიკა ჩემთვის მიუღებელია. ჯერ უნდა ვთქვათ, რომელ სფეროებს კურირებდა ეს ადამიანი. აღინიშნა კულტურული მემკვიდრეობა და საერთაშორისო ურთიერთობები და პროექტები. ხა გადავხედოთ ერთი წლის განმავლობაში კულტურულ მემკვიდრეობაში რა მოხდა მნიშვნელოვანი. აღდგა და მართლა სამარიდან ამოვიღეთ პრობლემა მარინა მიზანდარის ხელშეწყობით, რომელსაც ერქვა დაო კლარჯეთი. ჩვენ აბსოლუტურად დაკარგული ქონდა იქ ყველანაირი პოზიცია სამგზის ჩაშლილი ხელშეკრულებით.
და ხელშეკრულების ტექსტი უშუალოდ ამ ადამიანმა შეადგინა და ეს ისეთი ტექსტია, სადაც საქართველოში ქართველებს, რომელთაც არაფრის დიდებით არ უნდათ მეჩეთის აღდგენა, არც მოუწიათ მეჩეთთან შეგუება. და დღეს ქართველი ექსპერტები ისე მუშაობენ დაუკლარჯეთში, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, რაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხი იყო, მოგეხსენებათ, გახსოვთ ალბათ, რამხელა დისკუსია იყო, რომ მეჩეთი არ გვინდა და დაუკლარჯეთი შევწიროთ, ოღონდ არ იყოს მეჩეთი. ერთგვარი საკმაოდ ისეთი ქსენოფობიური გამოვლენებებიც აქტიური იყო. არ შენდება მეჩეთი, მაგრამ დაუკლარჯეთში კონკრეტულად ოშქში ქართველი მეცნიერების დასკვნებით ხდება რესტავრაცია. ეს, რა თქმა უნდა, არავის აღარ ახსოვს. განსაკუთრებით ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დაასრულებ. იმიტომ რომ ქალბატონ ნინოსგან განსხვავებით, მე მართლა ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მმართველობის დაბრუნება სამინისტროში. ამას განაგებდა ამ მიმართულებას მერია და ჩვენ მქონდა განსაკუთრებით თამარს მშვენივრად ახსოვს ძალიან ბევრი პრობლემა იმელის შენობასთან დაკავშირებით, გუდიაშვილის მოედანი და ასე შემდეგ. გასაგებია, თუმცა ამ საკითხებში გურამოდიშარია ხომ უჭერდა მას მხარს? უჭერდა, მაგრამ ეს იყო ინიციირებული ინიციატივა მამოძრავებელი ძალა იყო მარინე მიზანდარი თქვენ ამბობთ. ამ წარმატებული პროცესების დროს რა არ მოეწონათ მაშინ თუ კი საყდრისის საკითხი არ არის დღეს. თუნდაც საყდრისი. აი ამ 1 წლის განმავლობაში სად არ დაემორჩილა მიზანდარი ზოგად ხედვას, მხოლოდ საყდრისი. უბრალოდ აქ იყო მართლა პრინციპული განსხვავება ხედვის. სახელმწიფო ინტერესი აშკარად ისეთია, რომ ყოყმანობენ დაუბრუნონ ძეგლის სტატუსი, მიზანდარი კი არ დაემორჩილა, პირდაპირ მედიაში აკეთებდა ღია განცხადებებს იმის შესახებ. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი, ეს არ იყო მხოლოდ კულტურის მინისტრის და სამინისტროს პოზიცია. მე არ მჯერა, რომ იგივე თუნდაც მიზანდარს ან თავისუფლებს კულტურის მინისტრი, არც იმის მჯეროდა, რომ მხოლოდ ოდიშარიამ შეარჩია თავისი მოადგილეები, კანდიდატები. არ მჯერა. იმიტომ რომ ვიცით, თქვენ მე ფაქტობრივად ამას გულისხმობდი შეკითხვაში, როდესაც კითხებ მეორე მოადგილეს, მოადგილეს მთავრობის გავლენა ხომ არ იგრძნობა თქო და მან მიპასუხა იმედია სერიოზულად არ მისვამ. ამას რა გიპასუხათ? მე უბრალოდ ვიცი ხედავ წლების განმავლობაში როგორ ხდება კადრების შერჩევა. და არ მჯერა იმის რომ ბატონმა გურამოდიშარიამ შეარჩია რომელიმე მინისტრის მოადგილე მაინც. ეს მე მქონდა არაერთი ინტერვიუ ამ მინისტრთან და იყო ნათქვამი აქ იყო გარკვეული პარტიული ინტერესები სანაცნობო წრე, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული არტისტული საზოგადოებიდან შეირჩნენ ადამიანები. საქართველოში ზოგადად ასე ხდება. კულტურის სფეროს დეპოლიტიზაცია ვერ მოხდა. და თქვენ უკვე თქვით, რომ შესაბამისად გათავისუფლებაც მარინე მიზანდარის ეს არ იყო მხოლოდ გურამოდიშარიას გადაწყვეტილება. და ასე მგონია. ასე მგონია. ერთადერთი რამის თქმა მინდა კიდევ, მე არ გამოვდგები მიზანდარის დამცველად, მას ეს არ სჭირდება ჩემგან და ეს მისი არც მაქვს. უბრალოდ შეიძლება კიდევ იყო აქ საუბარი კომპეტენტურობაზე, პროფესიონალიზმზე. სამწუხაროდ საქართველოში კულტურის სამინისტრო არის გაერთიანება, ისეთი ორგანიზაცია, ინსტიტუცია, სადაც შედიან ხელოვანებიც, პოლიტიკური ელიტის ნათესავები და ძალიან იშვიათად პროფესიონალი თეორეტიკოსები, ხელოვნებაცოდნეები, რომლებსაც პროფესიულად ევალებათ სფეროს კვლევა, დაგეგმა, მენეჯმენტი. ხა დღეს რო გადავხედოთ სურათს როგორია, ხომ? მარინა მიზანდარი შეიძლება მე ვწდები უკაცრავად სხვებთან, მაგრამ მაღალ ჩინოსანთა შორის მე მგონი არის ერთადერთი ხელოვნებაცოდნე, რომელსაც აქვს დაცული სწორედ კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით დისერტაცია, არის ევროკავშირის კულტურის ექსპერტი და მე ცოტა მიკვირს, ხა მე რო ვიყო მენეჯერი ამ ინსტიტუციის მთავარი, ამ კაცს სწორედაც არ გავუშვებდი იმ მომენტში, როდესაც არაერთ კონვენციაზე გვაქვს ხელი მოწერილი ევროკავშირთან მიმართებაში და ევროინტეგრაციის პროცესში, სადაც ევროკავშირი და სხვადასხვა ევროპული გაერთიანებები გვავალებენ გარკვეულ ცვლილებებს კულტურის სფეროში. გამორიცხავთ, რომ შეიძლება მარინა მიზანდარს აკლდა ელასტიურობა და ზედმეტად სწორხაზოვანი არ გამორიცხავ, რომ აკლდა ელასტიურობა, იმიტომ რომ გუნდურობა შეიძლება იყო, მაგრამ მარინა მიზანდარი ამ გუნდიდან ამოვარდნილი იყო თავიდანვე. საჯარო მოხელის შემთხვევაში, რომელსაც ევალება რომ იმუშაოს ამ გუნდთან, ეს ხო დიდი ნაკლია მაშინ. მაგრამ გააჩნია სასწორზე რა დევს, თუ კი საყდრისი დევს და მისი აფეთქება და ჩემთვის საყდრისი არის არა მხოლოდ
ერთი ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის, არამედ მაგალითი და ნიშანი ქვეყნის ერის იდენტობის, ერის მეხსიერების. და გადამდგარიყო თუ არა ეს ამ შემთხვევაში? არის ჩემთვის ამ იდენტობის აფეთქება და თუნდაც ამ ერთი საკითხის საფუძველზე იცით, იყო დისკუსიაში, მე რამდენადაც ვიცი, რომ უნდა გადამდგარიყო, მას ამის სურვილი ჰქონდა, მაგრამ იცით როგორ არის თუმცა მან ჩვენას არ დაგვიდასტურა. ყოველ დღე შეიძლება გაიტანო, როცა მოადგილე ხარ, რომელიმე ერთი პროექტი დამატებით. რომელიმე ერთ მხატვარს მისცე შანსი იმისა, რომ უშუალოდ წავიდეს რომელიმე ბიენალეზე. ყოველი დღე შეიძლება ვიღაცისთვის იყოს კარგი გაგებით მომგებიანი. მადლობა. ელისო, თქვენ რამდენად ეთანხმებით მარინე მიზანდარის გათავისუფლების გადაწყვეტილებას მინისტრის მხრიდან? საერთოდ ძალიან წუხვა, რომ დღეს აქ ვარ საერთოდ და ამ თემაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს ადამიანი მე გავიცანი 1 წელია მარინე მიზანდარი ბატონ გურამთან ერთად მე ვარ ძალიან ბევრ საერთაშორისო პროექტში მასთან ერთად მაქვს მონაწილეობა მიღებული და ძალიან წუხვა რომ ესეთ რაღაც მოხდა საერთოდ. მე ვთვლი რომ ეს არის დარტყმა საერთო საქმისთვის, საერთოდ და ბევრი დროის ხარჯვა ამ რაღაც დეტალებზე, თუმცა ეს არის ვიტალურად მნიშვნელოვანი სხვადასხვა ადამიანებისთვის და მე ვფიქრობ ერთ რამეს რომ არ შემიძლია ხა კომენტარი გავაკეთო მარინეს რას იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი დეტალი რაც მე არ ვიცი. მე ვიცი ერთი რამ, მე ვიცი ის რომ რაც ბატონი გურამი მოვიდა კულტურის სამინისტროში და პირადად ჩემი ურთიერთობა თუ გაინტერესებდა იყო აქ ესეთი შეკითხვა, ჩემთან დაკავშირებით პროექტი, რომელიც მე წარუდგინე, პროექტები რამოდენიმე, რომელიც იყო ვთქვათ ესეთი გლობალური საერთაშორისო და საინტერესო, აი ყველა პროექტს თითქმის შეძლების და გვარად ყველა ერთხმად დაუჭირა მხარი და ყველა ჩამოსვლაზე ეს იყო პარიზში ბოლოს 12 დეკემბერს ქალბატონი მარინე ბრძანდებოდა იმ კონცერტზე, იქნებოდა ახალგაზრდების იდეა, იქნებოდა ბათუმის ახალი საერთაშორისო ფესტივალი ძალიან დიდი მასშტაბით, თუ ყველა პროექტი რომელიც იყო მართლა იმის ღირსი რომ რაღაცნაირად ყურადღება მიექციათ, ყველა ერთხმად ამას აკეთებდა. ამიტომ ჩემთვის ეს რთული თემაა ძალიან. არც თქვენ არ დაგჭათ შაბეჭლება რომ ეს არ იყო ერთი გუნდი. იცით რა, გუნდი ესე ერთი მიმართულებით ადამიანები ვერ მიდიან ასე ყველანაირად იდენტურები არ არიან, არის რაღაც საერთო საქმე, არის რაღაც საერთო იდეა, არის იდეოლოგია, ხო, რაღაც იდეოლოგია შეიცვალა, ხო, საქართველოში მოხდა, საქართველოში სულ რაღაც იცვლება ძალიან ხშირად და ეს ძალიან ურტყამს კულტურას, მინდა ვთქვა ეს. არტისტები, ადამიანები, მხატვრები, ხელოვანები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან საერთოდ ეს ბოლო 20 წელია და ეს არის უფრო რთული პრობლემა. ეს არის ადამიანები, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც თქვათ შეიძლება რაღაც მომენტში უცდიან იმას, რომ კულტურის სამინისტრომ უფრო მეტი ალბათ უნდა შეასრულოს რაღაც თავისი მოვალეობა თუ უფრო მეტად მოეხმაროს ამ ადამიანებს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ძალიან რთული მდგომარეობა ფინანსური და ალბათ ეს არის არჩევანის გაკეთების მომენტი, ამიტომ ყველას რასაკვირველია ვერ დააკმაყოფილი ხარ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი იქნებოდა უფრო სწორი გამოსავალი, ის რაც მივიღეთ, რომ მინისტრმა გაათავისუფლა მოადგილე თუ ის რომ მოადგილე თვითონ გადამდგარიყო, როდესაც ადგილი ჰქონდა ასეთ შეურიგებელ ამ დროს, როდესაც არსებობს ესეთი კონფლიქტი, აი ძალიან მნიშვნელოვანი კონფლიქტი, მე ვფიქრობ, რომ მაგ დროს უფრო უკეთესია და უფრო ეფექტურია ამ დროს, როდესაც ჩვენ თქვათ არის ერთი იდეოლოგია და ერთი მიმართულება და თუ ეს საქმეს ემსახურება პირველ რიგში და არა კერძო თქვათ რაღაც პატარ-პატარა ინტერესებს, შიგნით და კინკლაობას, ამაზე ბევრი დრო იკარგება ძალიან. მე ვფიქრობ, ასე ვფიქრობ, მე შეიძლება მცდარი ვარ, მაგრამ შევცდი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არსებობს შეიძლება მოიწვიოს კომისია რაღაც საკითხზე, თქვათ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას განიხილავენ, ცოტა ობიექტური ადამიანები, რომლებიც თქვათ შეიძლება რაღაც ფარული კენჭისყრა მოხდეს, რაღაც ხდება დემოკრატიულ სისტემებში, ეს არის ძალიან ხშირად მიღებულია, როცა რაღაცაზე ხდება, აი ძალიან რთული და ესეთი თემა არსებობს, რომელიც უნდა განიხილოს, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია. ეს არ უნდა ყოფილიყო ეს არ არის, ეს თავისთავად არის დასუსტება, ეს თავისთავად რაღაც არ არის კარგი. მადლობა. და თამარ, თქვენც გითხარით, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და სოფო მაგალითად საუბრობდა იმაზე, რომ მისი აზრით ეს არ იყო გურამოდიშარიას გადაწყვეტილება, ერთპიროვნული გადაწყვეტილება სინამდვილეში. თქვენ როგორი შთაბეჭდილება გჭირდებათ? აქედან არ დავიწყებდი, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ დღეს რომ მაგ ჩვენს ხედავთ და კიდე ათასობით ადამიანი ტელევიზორს უყურებს და საუბრობთ არა კულტურის პოლიტიკაზე, პრობლემებზე და პრიორიტეტებზე, არამედ კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკების რაღაც ბატალიებზე და დაპირისპირებებზე, კულუარულზე თუ არა კულუარულზე, ეს არის მე ვფიქრობ, რომ მარასმი.
ჩვენ არ უნდა გვეხებოდეს. უბედურება ისე რომ კულტურის სამინისტრო ამდენი ხანია ვერ ჩამოაყალიბა პრიორიტეტები, ვერ შექმნა სტრატეგია და არ არის გაცხადებული რა უნდათ. რა არის ღირებულება მათი. ღირებულება ერთ-ერთი აქვს, მეორეს მეორე. აღმოჩნდა ხომ ესე. მარინა მიზანდარი არის კულტურული მემკვიდრეობის დამცველი. ბატონ გურამს უფრო ნაკლებად აღელვებს ეს თემა და ცდილობს რომ ამითი პრობლემები არ შეიქმნას. ამიტომ ჩვენ რა პირობებში აღმოვშვიდოთ? თუ გვინდა რომ კონკრეტულ ობიექტს ძეგლის სტატუსი შეუნარჩუნოთ, ჩვენ გვიწევს ქალბატონ მარინასთან მისვლა. შემდეგ იქნება შიგნით კონფლიქტი. როგორც შემდეგ გვაჩვენა ზემდგომი ან თავისუფლებს შემდეგ თავის ხელქვეით ქალბატონ მარინას. ეს არ არის აუცილებელი მარინა ყველა ესეთი მოცემულობა, მაგრამ შედეგად რას ვიღებთ? აი ამ კონფლიქტებში ჩვენ კარგავთ ობიექტებს. ძალიან დიდი შანსია რომ საყდრისი დაანგრიონ, ძალიან დიდი შანსია რომ ბათუმში უამრავი ძეგლი ორშაბათს უნდა შეკრებილიყო სტრატეგიული საბჭო, რომელიც განიხილავდა ორი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას, რადგან დაცული ყოფილიყო ეს ძეგლები, იმიტომ რომ მათ ემუქრებათ საშუალება. შეკრებილიყო არ შეიკრიბა. ჩვენ მივიღებთ ამას რომ ეს პრობლემა გადაწყვეტა, მაგრამ ის ძეგლები აღარ იქნებიან. აი ამ ბატალიებმა ჩვენ მიგვიყვანა იქამდე რომ ძალიან ბევრი პრობლემა არის ისევ მოუგვარებელი. სოფო ახსენებდა რომ თბილისის მერიის პირობებში, როდესაც მათ ეკუთვნოდა კულტურული მემკვიდრეობა, იყო გუდიაშვილის პრობლემა, იმელის პრობლემა, ხატვის სახლის პრობლემა. ეს პრობლემები ისევ იმ პრობლემებად რჩება. გუდიაშვილის მოედნამ ამ ხელა გზა გაიარა და ზუსტად იგივე ვითარებაშია როგორც იყო 2011-2012. თქვენ როგორ ფიქრობთ მაშინ როგორ უნდა მოგვარებულიყო ეს შიდა ბატალიების სამეცნიერო? გუნდი არ იქნება ეს ზემოდან, ხო? ეს არის რაღაცა ღირებულებების გარშემო. ღირებულებების გარშემო შეკრებილი რაღაცა ადამიანები, ხო? ეს ღირებულება არ არის სტრატეგია. მე პირადად შეიძლება ვედაო სტრატეგიაზე და პრიორიტეტზე. და როდესაც ამ სტრატეგიას და პრიორიტეტს დასახავს სახელმწიფო და კულტურის სამინისტრო, შემდეგ ეს უნდა მყარდებოდეს კანონებით. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა არ უნდა ევალდებოდეს კულტურის მინისტრს, რომელიც სრულიად არაპროფესიონალია ამ საქმეში. ეს უნდა ევალებოდეს კომპეტენტურ საბჭოს. ეს არის კანონის ჩარჩოში უნდა იჯდეს. ეს არ არის ადამიანების და სუბიექტებზე არ უნდა იყოს. ეხლა ესე გვაქვს ჩვენ. ეს არის ეს ამ შემთხვევაში თქვენ ამბობთ რომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას მინისტრი უნდა დაემორჩილოს საბჭოს გადაწყვეტილებას. ვინაიდან ის უფრო კომპეტენტური ორგანოა ამ შემთხვევაში. დაემორჩილოს. ის არის მენეჯერი და არ არის ექსპერტი. ისი არ გამოვა. ისე ოდიშარიას არის ერთი წუთი ოდიშარიას გამაწყვეტილეთ არ ვიცი რა დაასრულეთ და შემდეგ ოდიშარი არის მენეჯერი რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტული დარგი როგორც არის კულტურული მემკვიდრეობა, მაგალითად ობიექტს უნდა მიენიჭოს ძეგლი. იმიტომ მოხდა ეს საყდრისზე. მე არ გამოვიცხავ რომ იყო მთავრობიდან რაღაცა ტიპის ზეწოლას ვერ ვიტყვი, არ ვიცი თუმცა რა იყო, მაგრამ შეიძლება იყო რომ საყდრისთვის მოიხდა. არ მგონია რომ ბატონ გურამს გაიღვიძა დილას და თქვა რომ საყდრის უნდა მოუხსნა სტატუსიო. არ მგონია რომ დასიზრებოდა. მას რაღაცა მითითება ჰქონდა რომ მოუხსენით სტატუსი, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მან რადგან არ იცოდა ამ დიდი ალბათობით ამ ძეგლის ღირებულება, მან ვერ მოახდინა, სწორად ვერ მიიტანა ამ ძეგლის ღირებულება იმ ადამიანებამდე ვინც ითხოვდა მის დაშლას და დანგრევას და შემდეგ როდესაც ატყდა ერთი ამბავი, თვითონ სახელმწიფომ უკან დაიხია და დღეს ვართ ამ მაგრამ საბოლოოდ სამინისტროში, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვიცით, ყველა დათანხმდა თუნდაც კონკრეტულად საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნას და მიზანდარი იყო. დღემდე ჩვენ არ ვიცით, დღემდე ვერ მოახერხა სამინისტრომ კონკრეტულ მარინა მიზანდარს თავი დავანებოთ, მარინა მიზანდარის პოზიცია გაცხადებული. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ მოგვისმენია ამას რომ ვიღაცისგან კულტურის სამინისტროს პოზიცია მე პირადად არ ვიცი საყდრისთან დაკავშირებით. აქ იყო თქვენ ეთერში ბატონი გურამი და ვერ გავიგე. ამ ობიექტს ძეგლის სტატუსი აქვს თუ არა აქვს. თქვა რომ არ აქვს, მაშინ თქვა რომ ეს არის არქეოლოგიური ობიექტი. ჩვენ არ ვიცით, დღემდე ვერ გავიგეთ. მის მიერ ინიცირებულ თუ ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებულ კანონმდებლობაში, რომელიც ამარტივებს ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა, რა პოზიცია აქვს სამინისტროს და კონკრეტულად ამ ადამიანს. ჩვენ ამდენი ხანია ვთხოვთ, რომ დააფიქსიროს სამინისტრომ პოზიცია, რომ ჩვენ იდენტიფიკაცია მოვახდინოთ. ეს სტრატეგია, ანუ სამინისტრო რა ღირებულებებზე დგას, რომ შემდეგ ან შევეწინააღმდეგოთ, ან გვერდში დაუდგეთ. მე გეთანხმებით, რომ შესაძლებელი ეკონომიკურ ბლოკს სხვა
რამე აინტერესებდეს და იგი ახდენდეს ზეწოლას კულტურის სამინისტროს. მაგრამ კულტურის სამინისტრო ამიტომ არის. ეს არის კულტურული მემკვიდრეობაზე ვისაუბრებ მე. ეს არის უდიდესი ბრძოლა. ძალიან ხანგრძლივი, რომელსაც ხან წააგებ, ხან მოიგებ, მაგრამ უნდა იყო ბრძოლაში. როგორ შეიძლება კულტურის მინისტრი ან ფინანსური განყოფილება წყვეტდეს, რომელი პროექტი დააფინანსოს. გასაგებია, ელისოს ქონდა, ქალბატონ ელისო, თქვენ ქონდათ. მე რაღაცას ვიტყვი. არ არის მინისტრი, არ არის ვალდებული იყოს მენეჯერი კარგი ამავე დროს. არ არის მინისტრი, არ არის პროფესია, მინისტრი არ არის მოწოდება, მინისტრი არის იდეოლოგია, რომელიც დაინიშნა თუ ჩვენ მივცემთ მას რაღაც გარკვეულ დროს, ეს არის 1 წელი ეს ადამიანი, ხო? ნუ რამდენიმე ეს არ შეიძლება ყველა პრობლემა, რაც საქართველოში არის, ცოტა გავითვალისწინოთ. ძალიან რთული ყველანაირი მდგომარეობა. გასაგებია, მაგრამ მინისტრი არის მენეჯერი და ამ 1 წელიწადში შეიძლება ძალიან მენეჯერს რას გულისხმობს? მენეჯერი როგორ ის მენეჯერია? არსებობს მოადგილეები, არსებობს ალბათ არის რაღაცა ისეთი რაღაც, რასაც დრო ჭირდება, ხო? ეს შეიძლება იყოს რთული და ვთქვათ სხვა რაღაც მომენტები იყოს გასათვალისწინებელი. შეიძლება არ არის ეს ისეთი რაღაც, რაც მარტო კულტურის სამინისტროს და მარტო ამ თემას ეხება, ალბათ შეიძლება უფრო ღრმად არის აქ საკითხი, რაც შეიძლება შესასწავლია და ამიტომ ცოტა ნაჩქარები ხო არ არის ამ მის გამოტანა. კარგი, უპასუხეთ თამარ და გადავალ უკვე სტუმრებთან. სამწუხაროდ ძალიან ინტენსიური ურთიერთობა მქონდა კულტურის სამინისტროს, ზუსტად ვიცოდი რა ხდებოდა შიგნით და როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება და როგორ ვერ იღებს კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილებას. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ კონკრეტულ თემაზე გადაწყვეტილებები იწელება, სანამ პრობლემა თავისთავად, ან პრობლემა ჩემთვის კულტურული მემკვიდრეობა თავისთავად არ დაინგრევა. თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელი იყო ბატონ გურამს მინისტრს მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და საყდრისთვის მოეხსნა სტატუსი. მას არავისთვის არ უკითხია. თუმცა ამაზე კომისია მუშაობდა, სპეციალური კომისია, რომელმაც დასკვნა დადო. ეს შემდეგში უკვე. კომისიამ დასკვნა დადო, მე ასე ვიცი და შემდეგ რომ აქ არ ჩანს იმის ნიშნები, რომ ეს იყო ძეგლი, რომ აქ იყო ოქროს საბადო, ჩვენ წელთ აღწევდა ამ წელს და ამის საფუძველზე შემდეგ ეს არის რაღაცა აი ამ პროცესის რაღაც თანმდევი კვლევები და თანმდევი ექსპერტიზები, მანამდე ბატონი გურამის რასაც იძახის, მან იყო არასწორად მინიჭებული სტატუსი და ამიტომ მოეხსნა, თორემ ის რომ სამინისტრო არ აფიქსირებს ეს ღირებული ობიექტია. აქ მნიშვნელობა არ აქვს ოქროს საბადოა, ეს თუ მარილის. ეს არის თავისთავად მნიშვნელოვანი საბადო. იქ პრობლემა რა იყო, რომ სტატუსი მოიხსნა, სტატუსი მიენიჭა არასწორად, როგორც კი ერთ ფურცელზე არ მოუხსნა, მეორე ფურცელზე შეეძლო მიენიჭა, მაგრამ აქ მე იმაზე არ ვსაუბრობ, ამდენად მიიღო, ერთპიროვნული არ მიიღო. ეს უკვე არის ძალიან ცუდი ნიშანი. როდესაც მინისტრი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ამაზე ვთქვით უარი. და ეხლა თუ ისე ვბრუნდებით, ეს უკვე ძალიან ცუდი მანიშნებელია. ეს არ კანონით უნდა იკრძალებოდეს ეს, მე ესე ვფიქრობ. მადლობა, მე რეპლიკები მესმოდა დიდი ხნის განმავლობაში. ამ ხრიდან მიკროფონი აუცილებლად გთხოვთ რომ მიაწოდოთ. გისმენთ. მოგესალმებით, სალმე ჭანტურიძე, ხელოვნებაცოდნეობის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საყდრისთან დაკავშირებით მექნება კითხვები, რომელზედაც ვერც სამინისტროში და ვერსად ვერ მივიღე პასუხები. პირველი მინდა ვთქვა ის, რომ ესეთი სამინისტრო გვაქვს, რომელიც დღესაც კი ვერ ახერხებს შევიდეს და გაიგოს თუ რა მდგომარეობაა რეალურად საყდრიში. კომპანია RMG Gold-ი არ აძლევს საშუალებას კულტურის სამინისტროს მივიდეს და თუნდაც ფოტოები გადაიღოს და გქონდეს ინფორმაცია, ძეგლი არის თუ არ არ ვკამათობთ რეალურად რა მდგომარეობა არსებობს. მეორე, საყდრისთან დაკავშირებით, როდესაც მოხდა ძეგლის სტატუსის მინიჭება 2006 წელს, ალბათ მოხდებოდა ისე, რომ იქნებოდა რაღაც ოფიციალური დოკუმენტები. დღეს ეს დოკუმენტები არ არსებობს. სამწუხაროდ ხდება ისე, რომ სამინისტროში დაიკარგა დოკუმენტები. თუ სამინისტრო ვერ ახერხებს ობიექტზე თუ ძეგლზე მისვლას, თუ დოკუმენტები იკარგება სამინისტროში, ძალიან მაინტერესებს ეს რა დაწესებულებაა და ვინ უნდა აგოს პასუხი და მე მაინტერესებს მაგალითის საფუძველზე საუბრობთ იმაზე, რომ არაეფექტურად მუშაობს სამინისტრო. ამ ჩვენ საუბრებში ხა ეს სისტემაა ძალიან, ასე ვთქვათ, ცუდი და სისტემური ცვლილებები გვჭირდება, თორემ დამერწმუნეთ მინისტრების და მოადგილეების ცვლილება არაფერს არ მოგცემს. უნდა შეიცვალოს სისტემა და გააზრება იმისა, თუ რა არის კულტურული მემკვიდრეობა და კულტურული მემკვიდრეობა უნდა იქცეს ჩვენ ფასეულობად და საყდრისისთვის სტატუსის მინიჭებას უნდა ვსჯელობდეთ და არა მინისტრი წავა თუ მოვა. საყდრისი არის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი და უნდა დავიცვათ ეს. დიდი მადლობა. ბატონ გიგა. თქვენ გთხოვთ, თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ.
დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე აღარ ვიცი საიდან დავიწყო. აი ბოლო ფაზიდან რაზეც ყოლაპარაკი თუ მიზეზი რამაც წარმოშვა ყველაფერი. მე ვფიქრობ, როდესაც შეიცვალა ქვეყანაში ხედვა, გზა იყო არჩეული ახალი, სამინისტრო ვალდებული იყო შეეფასებია წინა სამინისტროს დროს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ყველა ჩატარებული ღონისძიებების ვარგისიანობა და არა მარტო ვარგისიანობა, ხარისხის თვალსაზრისით, არამედ კულტურული ღირებულება. მე რომ ვკითხოთ, ყველაზე დიდი დანაშაული სამინისტროსი, ეგ თქვენ იმჯერეთ ვისი ბრალია ეგ. სამინისტროსი ყოველგვარი რეაქციების გარეშე დარჩა ის, რამაც შეურაცხო თბილისის ისტორიული ღირებულებები. დავამთავრებ მოგამაწყვეტიებთ. ხო, სხვა მიმართულებით არ წავიდეთ. არის სხვა მიმართულება, ყველაფერს აქვს ფესვი. ფესვი და უნდა დაიწყო თუგი და ზუსტად განსაზღვრო ნაყოფი რანაირი გამოგივა. ამაშია საქმე. საქმე იმაშია, რომ მოხდა ვოლუნტარისტული დამოკიდებულება ობიექტებისადმი. ამას მოყვა ტრადიცია, რომელიც დღემდე მოვიდა. რა უფლება აქვს? არც მინისტრს აქვს უფლება სტატუსის მოხსნისა და არც რომელიმე დაწესებულებას. სტატუსის მინიჭება და მოხსნა არის უზენაესი ორგანოსი მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების შესაძლებლად, მხოლოდ და მხოლოდ კომპეტენცია. ამდენად, ვინც მიანიჭა სტატუსი, იმან დაუშვა, თქვათ, როგორ გითხრათ, უვალიტარისტობა, მოინდომა და მიანიჭა. მე არ ვლაპარაკობ, კარგია თუ ცუდია. ვლაპარაკობ, რომ ესე მოხდა. ვინც მოუხსნა, არც იმას ჰქონდა უფლება, იმიტომაც აერია დღესაც გაუგებარი სიტუაცია. მე რომ მკითხავ, გაკარება არ შეიძლებოდა, ზოგჯერ ტოპონიმის ძეგლია. რომც არ ქონდეს მინიჭებული სტატუსი, ტოპონიმი უკვე ძეგლი არის. მთელი ეს ზონა, თუ კი გადავხედავთ საქართველოს ისტორიას და გადავხედავთ იმ რუკას, რომელზედაც დაფიქსირებულია ყველა ისტორიული ობიექტები, დაინახავთ, რომ ბოლნისის ზონაში გასაგებია. ის რაოდენობა ძეგლების, მან თვითოული ადგილი წარმოადგენს ზეგს. მადლობა, ანუ თქვენს არაფერს შორს არ მივდივარ, მე მივდივარ იქ, სადაც უნდა მივიდე. ეხლა რაც შეეხება, ერთ წუთი. რამდენად შეკრული კოლექტივი და სწორად იღებდა გადაწყვეტილებას. პირველი დღეებიდან მე მომიხდა კულტურის სამინისტროში მისვლა, მაშინ მახსოვს ჩემი მოსაზრებაც გამოვთქვი კულტურის სამინისტროს მნიშვნელობისა ქვეყნის სამშენებლობაში და სხვა სამინისტროების მოვალეობა კულტურის სამინისტროს მიმართ, ეხლაც ვაფიქსირებ მაგას, მაგრამ იმის შემდეგ ფაქტობრივად აღარც მივსულვარ არც ერთ შეხვედრაზე, იმიტომ რომ სწორედ დავინახე, რომ აი იმ სფეროში, რასაც ქვია კულტურული მემკვიდრეობა, არ იყო სწორედ წარმართული საქმეები. ეხლა როგორც გინდათ შეაფასოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ უნდა გადავიდეთ ისევ მინისტრის მოადგილესთან, რომელიც ისმენდა ამ შეფასებებს და გარკვეულ კომენტარებს გააკეთებს ის ამასთან დაკავშირებით. ბატონო ალექსანდრე, გისმენთ? რამდენიმე მოკლე კომენტარს გავაკეთებ თქვენის ნებართვით. პირველ რიგში საყდრისი ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სტატუსი არ მოხსნია, მინისტრს არ მოუხსნია სტატუსი. აქ იყო ასეთი მოსაზრება გამოთქმული. სინამდვილეში რამდენიმე წლის წინ, თუ არ ვცდები, ეს იყო 2006 წელი, დარღვევით ჰქონდა მინიჭებული სტატუსი, არ იყო წარმოდგენილი დასაბუთება და დოკუმენტაცია და სტანდარტული საქმის წარმოების პროცედურების მიხედვით, როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს დოკუმენტები არათუ დაიკარგა სადმე, არამედ თავის დროზეც არ არსებობდა, ამის გამო დარღვევით გამოცემული ადმინისტრაციული აქტი იქნა გაუქმებული, ისე რომ არავის სტატუსი არ მოუხსნია. მეორე განმარტებას გავაკეთებ თქვენის ნებართვით იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრი უნდა დაექვემდებაროს რაიმე საბჭოს. ეს ელემენტარულად საქართველოს კანონმდებლობის უცოდინრობაზე მიუთითებს, ვერანაირ საბჭოს ვერ დაექვემდებარება მინისტრი. მინისტრი არის იმ უწყების ხელმძღვანელი და ერთპიროვნულად აგებს პასუხს ამ უწყების, ამ შემთხვევაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქმედებებზე. ის ექვემდებარება მხოლოდ მთავრობას პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. ასევე თუნებას მომცეთ მოგახსენებთ ამ ყმადაღებული 3 მილიონის, რომელზეც ამბობენ, რომ სადღაც დაბრუნდა. სინამდვილეში არსად არაფერი არ დაბრუნებულა, 3 მილიონი გახლავთ
2013 წელს აუთვისებელი თანხები, რომელთაგან 2/3-ზე მეტი არ იყო კულტურის სამინისტროს დასახარჯი. არამედ ჩვენ სამინისტროში შემავალი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ დასახარჯი და ჩვენ როგორც კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერც ერთ თეთრს ვერც დავხარჯავდით, ვერც შევცვლიდით, ვერც დავაბრუნებდით, ან ვერც გამოვითხოვდით. ხოლო ის თანხა რაც დარჩა, რაც მართლა ჩვენი პროგრამული თანხებიდან, ასიგნებებიდან ვერ ავითვისეთ ჩვენ, რომ გავანაწილოთ დაახლოებით 20 პროგრამაზე, რომელსაც კულტურის სამინისტრო აფინანსებს, გამოდის, რომ დაახლოებით 40-42 ლარი წლის განმავლობაში თითო პროგრამაზე დარჩა აუთვისებელი, რომელსაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. მე შემიძლია ერთ-ერთი მათგანი მოგახსენოთ. დიახ, მაგალითი გითხარით კონკრეტული. დიახ, ჩვენ ამ წელიწადის და 2 თვის წინ რაც მოვედით სამინისტროში, არ შეგაწყეთ თავს როგორი ვითარება დაგვხდა პროექტების განხილვის და დამტკიცების პროცედურებთან დაკავშირებით. ჩვენ თავიდან შევიმუშავეთ ახალი პროცედურები, შევქმნით მუდმივმოქმედი კომისია, რომელშიც მინისტრი, მოადგილეები, მრჩევლები შედიან და არც ერთი პროექტი არ ფინანსდება ისე რომ ამ 13 კაციანი კომისიიდან თუნდაც ერთი არ იყოს საქმის კურსში და არ მიეცეს საშუალება გამოთქვას თავისი აზრი. შესაბამისად გავხადეთ პროცესი ღია და შევქმნით ასპარეზი იმისათვის, რომ ყველა მოადგილემ და მრჩეველმა თავისი მოსაზრება თქვას და თუ არ ეთანხმება ეს ოკში დააფიქსიროს. შესაბამისად ამ პროცედურების შემოღებამ თავის მხრივ გაზარდა ვადა, რომელიც ჭირდება თითოეული პროექტის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებას და ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა პროექტი, რომელიც სამინისტროში შემოდიოდა დაფინანსების მოთხოვნით, არ იყო მაღალი ხარისხის სამწუხაროდ. ზოგიერთი მათგანი არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი, სრულფასოვან ინფორმაციას არ აძლევდა სამინისტროს. ჩვენ რა თქმა უნდა განცხადებელს მივმართავდით ხოვნით, რომ დაეზუსტებინა ინფორმაცია, მაგრამ ყოველთვის ეს რა თქმა უნდა შედეგს არ თუ პროექტმა დაფინანსება ვერ მიიღო, პროექტის ავტორმა თავის თავს უნდა დააბრალოს ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა. არა მხოლოდ თავის თავს, არსებობს წესები, რომელთა დაცვა ყველას ევალება. დიახ, კი ბატონო, დაელაპარაკეთ. დარბაზიდან აქვთ თქვენთან შეკითხვა. ძალიან დიდი ბოდიში და ძალიან გული მწყდება, რომ სულ მიწევს ბატონ მარგიშვილთან საუბარი. იმიტომ რეალურად საერთოდ არაფერი საქმე არ მაქვს იურისპრუდენციასთან, წარმოდგენა არ მაქვს ამ ორგანიზაციას, საერთოდ ამ კანონმდებლობებთან და არც ვთვლი თავს ვალდებულად, რომ უნდა ვიცნობდე რამეს იურისპრუდენციაში, როდესაც ვარ ხელოვანი. და კიდევ იგივე პოლემიკაში შევდივარ ამ ადამიანთან, რომელშიც შევედი არტარიაში შეხვედრის დროს. მე ვუსვავ კითხვას ისევ მოყვები ჩემ კონკრეტულ შემთხვევას, არა იმიტომ, რომ ჩემი კონკრეტული შემთხვევა არის ჩემთვის რამე ზიანი მომიტანა ამან, ავღწერ, მოყვები რა ურთიერთობა მქონდა მე იურისტებთან კულტურის სამინისტროში, რა პასუხებს ვიღებდი და თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, რა იურიდიული სამსახური არსებობს. როდესაც მოვიდა ახალი კულტურის მინისტრი მარინა მიძე, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, შევედი ჩემი პროექტით, 2 სკულპტურა მინდოდა რომ დაეფინანსებინათ ტყავში შესრულებული. ერთ-ერთი დააფინანსა კულტურის სამინისტრომ, არანაირი დედლაინი არ არსებობდა იმის შესახებ. ვალდებულება არ მქონდა იმის შესახებ, რომ ზუსტად ამ დღეს უნდა ჩამებარებინა, იმიტომ რაღაცა გამოფენა არსებობს. ნუ იცინით თუ შეიძლება რა? და 2 კვირა გადავაცილე სკულპტურის დაბრუნებაში, რომელშიც არც გონორარი არ მიღია და ჩუქნიდი იმას რა ქვია, სამინისტროს. და ვჯარიმდებოდი 8000 ლარით. ვჯარიმდებოდი. გონორარიც კი არ ამიღია. უბრალოდ მადლობელი ვიყავ იმაში, რომ ჩემ რაღაც სკულპტურას მიფინანსებდნენ შესრულებას. აბსოლუტურად ისე ალტრუისტული. და რა მოხდა? 8000 ლარში ვჯარიმდებოდი 2 კვირის გადაცილების გამო. ნუ რეები მოვისმინე იქ ვერც არანაირი ლოგიკა არ იყო. ერთ ადგილას ვეკავდი და რაღაცა ერთ წყულს მეუბნებოდა მეორე ადგილას, მეორე გამომრიცხავს და ასე არ მინდა კონკრეტულად მოვაკითხო ვისთან იყო ამაზე. და შემდეგ რა მოხდა? მარინა მიზანდარმა სასწაულები გააკეთა იმითი, რომ უბრალოდ დამიცვა 8000 ჯარიმისგან, როდესაც მე ვიჩუქნებოდი ამ სკულპტურას და ამ ქალს ურჩივლეს. იმიტომ რომ მე დამიცვა.
მე სასწაულები ხდებოდა მე იქ რასაც. კარგით, დარბაზიდანვე ქონდა თქვენ თუ შეიძლება თქვენ მიპასუხეთ ამაზე. საინტერესოა თქვენ რა სამართლებრივი მოგესალმებით, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დავიწყებ იქიდან, რომ ამ კონკრეტულ კონტრაქტს ჰქონდა თავისი ვადები და ეს ვადა იყო 2013 წლის 21 აპრილამდე. უნდა მომხდარიყო ჩაბარება. სკულპტურის ღირებულება იყო 10500 ლარი, რომელიც თქვენ წინასწარ მიიღეთ ამისთვის. თქვენ 26 მარტს შემოიტანეთ წერილი სამინისტროში, სადაც მე ვთვლი, რომ სუბთა იურიდიული კუთხით არანაირი საფუძველი არგუმენტირებული არ იყო იქ ვადის გადაწევასთან დაკავშირებით. გასაგებია, თქვენ დიდი მოდი გაგაწყვეტინებთ. თქვენ ხართ კულტურის სამინისტრო. კი ბატონო. შემოქმედებითი პროცესი გულისხმობს თავის თავში. არ არსებობს დედლაინი, თქვენ თუ მე არ დედლაინი არსებობს, კონტრაქტში წერია, რომელი კონტრაქტი არსებობს და მე რამდენი ხნის მოსული იყო ახალი მთავრობა? 27 დეკემბერს გაფორმდა 2012 წლის თქვენთან კონტრაქტი. გასაგებია, თქვენ რამდენი თვის მოსული იყავით? მე 4 წელია იმ სამინისტროში მუშაობ. აი, როდის მოვიდა ოდიშარი და მიზანდარი და ახალი ჯგუფი? 25 ოქტომბერს. 25 ოქტომბერს. ანუ რამდენი თვის მოსულები იყავით? 2 თვის თავზე გაგიფორმეს კონტრაქტი. 2 თვის თავზე მე შემიძლია გითხრათ, არა, მე იმის არა, თქვენ იძახთ, რომ დედლაინი არ არსებობდა ჩაბარების. სადაც 10500 ლარი ბიუჯეტის ფული იყო დახარჯული და თქვენ არაფერს არ ჩუქნიდით სამინისტროს. სტანდარტული პროცედურაა, როდესაც ფული იხარჯება ბიუჯეტის და იქმნება მატერიალური ფასეულობა, ის არის სახელმწიფო საკუთრება. მორჩა მან და არაფერი არ იყო. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენ ახლა მარინე მიზანდართან უნდა გადავიდეთ, აგრეთვე რომელიც ჩაგურთვება და გაკეთეთ. მელაპარაკეთ როგორც ვაჭარი, მელაპარაკებით ხელოვნურად. სისტია დაბარგულება. ერთი წამით ჩვენ ჩაგურთვება მარინე მიზანდარი ახლა. ხელობას ეგ არ არის. დედლაინი რამისთვის იყო? სადმე არასებდა ვადას როგორ გადააცილა 2 კვირით ჩაბარა. არა, უნდა შეიძლება ფენა იხსნებოდა და გიორგისნა მაგის გამო. პრობლემა დეპრესია ქონდა ხელობას. სიტყვა 2 კვირა გადააცილა ქანდაკები. რა პრობლემა? ამის 800 როდის გიხდით ესე არ ხდება. და თქვენ კულტურის სამინისტრო ხართ თუ შინაგანს დაგვეთა სამინისტრო, ვერ გავიგე. თუ შეიძლება თემასთან დაკავშირებით რაზეც საუბრობთ ხარ? მე მგონი დასაჭერი. ახლა დასაჭერები ხარ, მართლა. არა, მარინაა დასაჭერი, მარინა. გიორგი კარგი, გისმენთ. წარადგინეთ თქვენი თავი. სულხან სამაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მე მინდა სამართლებრივი მხარე შევეხო ამ საკითხში, იმიტომ რომ ჯერ დავიწყოთ იმით, რომ თუ 2006 წელს საყდრის უკანონოდ მიენიჭა სტატუსი და იქ დოკუმენტები დაიკარგა და შემდეგ. რატომ არ დადგა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც 2006 წელს უკანონოდ მიენიჭა საყდრის სტატუსი? ჯერ ეს ერთი. მეორე, ისეთ რაღაცას გეტყვით, რაც არის აბსურდი. მე მაქვს ნანახი RMG Gold-ის წერილი, რომელიც შეტანილი იყო პრემიერ-მინისტრთან. პრემიერ-მინისტრმა ეს წერილი გადააგზავნა კულტურის სამინისტროში და იქ არ ეწერა, რომ კომისია უნდა შეექმნა სამინისტროს და ემსჯელა იმაზე, რომ ძეგლი გადაეტანათ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას. ჩემგა გასაოცრად, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ უკანონოდ იყო მინიჭებული ბჭყალებში ძეგლისთვის სტატუსი, ის რომ თქვა არ იმსახურებდა ბჭყალებში ეს ობიექტი ძეგლის სტატუსს, მინისტრმა შექმნა კომისია, რომელსაც დაევალა მოემზადებინა წინადადებები ერთ-ერთ საკითხად ძეგლის გატანის თაობაზე. ანუ საყდრის თავიდანვე განწირული თემა იყო ამ შემთხვევაში. ეხლა მეორე საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი. აქ პროექტებზე იყო საუბარი. თქვენ მე ვერ მეტყვით ვერც ერთ პროექტს, რომლის ეფექტურობა ვინმეს გაუზომია კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული. ეს არის პრობლემა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული ყველა პროგრამის. აი აქ რო საუბრობთ, სანხა დაბრუნდა უკან, იმიტომ დაბრუნდა უკან, რომ ამას არავინ არ ითვლის წინასწარ და არავინ არ იცის ნამდვილად როგორ დაგეგმონ პროექტები. ეხლა რაც შეეხება გათავისუფლებას. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და ჩვენ თქვით, რომ ჩვენი ორგანიზაცია SAI ამ შემთხვევაში დაუწევს იურიდიულ დახმარებას. დიახ, მეც ვკითხე ხალბატონ მარინეს, რომ რის საფუძველზე აქვს იმედი, რომ მისი საჩელი დაკმაყოფილდება. ცხადია, პრემიერ-მინისტრს შეუძლია რომ გაათავისუფლოს და ამისთვის სულ არ ჭირდება დისციპლინური გადაცნობის არსებობა. მთავრობის შესახებ კანონი იძლევა საშუალებას, რომ მინისტრი და მინისტრის მოადგილე გაათავისუფლოს, მაგრამ რა სამართლებრივი საფუძვლები გამოიყენა პრემიერ-მინისტრმა. ეს არის ბრალეული მოქმედება, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს გადაცდომა. ეს არის ზოგადზნეობრივი ნორმების დარღვევა. ვინმე მეტყვის ამიხსნის კონკრეტულ შემთხვევას ფაქტს, აქ საუბარია იყო ესეთი შემთხვევები, მაგრამ ერთი ფაქტიც არ გამიგია მე ამ შემთხვევაში, ამ დრომდე და არავის არ ჩაუტარებია მოკვლევა, შესწავლა, რაში გამოიხატა ეს დარღვევა, რა ფაქტობრივ გარემოებს ეფუძნება ეს ყველაფერი. წარმოგიდგენიათ 5-7 წერილი იგზავნება და 10-ში გადაწყვეტილება არის მიღებული. ამას შაბათ-კვირა დავამატეთ კიდევ არასამუშაო დღეები ამასთან ერთად. ანუ რეალურად არავის ეს საკითხი არ შეუსწავლია და ის რა დოკუმენტიც გაიგზავნა მთავრობის კანცელარიაში, ეს კიდევ ცალკე თემაა. მე დაახლოებით 20 ბატონი მარგიშვილი საუბრობდა დამჩა შტაბ-ჭრილება, რომ იმ დოკუმენტს კითხულობდა, რომელიც გაიგზავნა კულტურის
სამინისტროდან და მთავრობის კანცელარიაში. და კიდევ ერთი საკითხი რაც ძალიან მნიშვნელოვანი, პრემიების თემა. მე გეუბნებით რომ უფრო მეტი პრემიები არის გაცემული სხვა სამინისტროებში. იუსტიციის სამინისტრო ნახეთ, მიბრძანით. ეს პრობლემა იქნება ყველგან და ყოველთვის სანამ სისტემურად არ მოხდება ანაზღაურების მოგვარება და ეს თემა ამ თემის ეხლა წამოწევა ამ კონტექსტში არის აბსოლუტურად უადგილო. გასაგებია, დიდი მადლობა. დიახ. ძალიან ისეთი მარტივი პრიმიტიული კითხვა. ძალიან მაინტერესებს ესეთი ბატონ ოდიშარიას და ბატონ მაგიშვილისგან ასეთი აზრი განცდა დამრჩა კი არა და მივიღეთ ესეთი ინფორმაცია. ანუ ქალბატონი მარინე მიზანდარი გაანთავისუფლეს განსხვავებული აზრის გამო? კარგით. მარგიშვილი ჩაგვერთვება ბოლო პასუხით და უკვე შემდეგ გადავალთ სხვა სტუმრებთან და მარინე მიზანდართან. ბატონო ალექსანდრე, გისმენთ? მოგახსენებთ პირველ რიგში საყდრისი ყაჩაღიანისთვის სტატუსის არასწორად დარღვევებით მინიჭების შესახებ აქ მეგობარმა ახსენა რომ რეაგირება არ იყო, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. კულტურის სამინისტრომ გადააგზავნა ეს დოკუმენტაცია თანხლები ინფორმაციით პროკურატურაში და შესაბამისად უნდა ველოდოთ რომ პროკურატურა მისცემს ამ საკითხს მსვლელობას. რაც შეეხება კითხვას განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით, არა, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრისთვის არ გაუთავისუფლებიათ მიზანდარი, პირიქით, განსხვავებული აზრი მისასალმებელია და მე თავშიც მოგახსენეთ, რომ პირიქით განსხვავებული აზრების შეჯერებით მიიღება გადაწყვეტილება, ჩვენ ვცდილობთ მივიდეთ კონსენსუსამდე. მიზანდარი გაათავისუფლეს არასწორი ქმედებებისთვის, არაკოლეგიალობისთვის, დაუმორჩილებლობისთვის და იგნორირებისთვის. დიდი მადლობა. ალექსანდრე მარგიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. სამინისტროს წარმომადგენლები არიან აქეთა ფლანგზე, გისმენთ? მოგესალმებით, ლევან ხარატიშვილი, მინისტრის აპარატის უფროსი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით თუ სამინისტრო რა პროექტებს აფინანსებს ზოგადად და პრიორიტეტებზე. მინდა შეგახსენოთ, რომ სამინისტროს პრიორიტეტები არის ნათლად წარმოჩენილი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე უპირველეს ყოვლისა, ეს ერთი. მეორეც, მე მაქვს თან წამოღებული სპეციალურად, ეს არის დოკუმენტი კულტურას ციფრებში, რომელსაც გადმოგცემთ ამ შემთხვევაში. მე ვთვლი, რომ სამინისტროს მოგახსენებთ თუ შეიძლება ჩემ პოზიციას, მე ყურადღებით გისმენდით თქვენ. კულტურის სამინისტროსზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ამავე დროს შევაფასოთ ის თუ რა ხდებოდა მანამდე ზოგადად კულტურის სამინისტროში, თუნდაც იქამდე სანამ ახალი მენეჯმენტი მოვიდოდა და შესაბამისად როგორ ხდებოდა ზოგადად პროექტების განხილვა, ინიცირება და ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ თქვენ თუ დეტალურად გაეცნობთ აი ამ დოკუმენტს, თქვენ ნახავთ რომ კულტურის სამინისტროს აქ უპრეცედენტო რაოდენობის პროექტზე მხარდაჭერა ამ შემთხვევაში. და გარდა ამისა, მე მოგიყვანთ ძალიან ესეთ სტატისტიკასაც, რომელიც დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება. სამინისტროში ყოველდღიურად დაახლოებით 70-მდე განცხადება შემოდის და აქედან დაახლოებით 70% არის საპროექტო განაცხადი ამ შემთხვევაში, ანუ დაფინანსებას ითხოვს საზოგადოება და შესაბამისად მთელი რესურსი ორიენტირებულია სამინისტროზე იმაზე, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს იმას, რომ ეს ინიციატივები მთლიანად თუ არა ნაწილობრივ იქნას დაფინანსებული. გუნდურობა ამ თვალსაზრისით არის ანუ მთავარი პრინციპი და პრიორიტეტი სამინისტროსი და შესაბამისად სწორედაც აი ამ დოკუმენტის გაცნობის შემთხვევაში თქვენ ნახავთ რომ ყველა მიმართულება ამ შემთხვევაში არის პრიორიტეტი სამინისტროსთვის, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და მე აღნიშნავ რომ არის ვებსაიტზეც და შესაბამისად სწორედ აი ეს კომისიის რომელიც ბატონმა ალექსანდრე მარგიშვილმა აღნიშნა მუშაობა უზრუნველყოფს იმას რომ გამჭირვალედ ხდება გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი სიახლე რომელიც დარწმუნებული ვარ რომ თქვენთვის განსაკუთრებით თქვენთვის საინტერესო იქნება ეს სიახლე. ეს არის სპეციალურად მინისტრის ინიციატივით, სწორედ რამოდენიმე კვირის წინ უკვე დაინერგა სპეციალური სააპლიკაციო ფორმა, რომლის მეშვეობითაც ყველა მოქალაქეს, იქნება ეს თუ ორგანიზაციას, შეუძლია თავისუფლად გადმოიწეროს ეს ჩვენი ოფიციალური ვებგვერდიდან, შეავსოს ის და იქ არის საკმაოდ დეტალურად, ანუ ის ადამიანის კი რომელიც არც იურისპრუდენციაში ერკვევა, არც ფინანსებში, ძალიან ნათლად მიიღებს ინფორმაციას, ანუ ეგ არის გზამკვლევთან ერთად და საპროექტო განაცხადი ვისაც აქვს, ის ავსებს ამ აპლიკაციის ფორმას და შემოაქვს სამინისტროში. მე ვთვლი ამ შემთხვევაში, რომ ბუნებრივი არის, რომ ყველა ვერ იქნება კმაყოფილი, რა თქმა უნდა, სამინისტროთი და ერთი წელიწადი იყო დრო იმისათვის, რომ ბევრი გამოცდილება მიიღო ახალ გუნდს ამ შემთხვევაში, მათ შორის მეც თუნდაც, თუმცა სულ ახლახან შევერთდი სამინისტროს და ვთვლი ამ შემთხვევაში მიზანდარის გათავისუფლებას პოსტიდან. მიზანდარის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მე ჩემი კომენტარი შემიძლია გითხრათ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხალბატონ მარინესთან ურთიერთობისას, ხშირად
ხშირად იყო, როდესაც ქალბატონი მარინე არ იზიარებდა იმ აზრს, რომელიც განსხვავებული იყო მისი შეხედულებიდან და ხშირად სამწუხაროდ ჩვენ ვიყავით მომსწრენი, ძალიან ბევრი თანამშრომელი და აქ წარმოდგენილი არის კოლექტივი, სწორედ რაც ხას უსმევს გუნდურობას სამინისტროში, ამ შემთხვევაში რომ ქალბატონ მარინეს გააჩნდა დამოკიდებულება, როდესაც ის არ იზიარებდა რაღაცა პოზიციას, ის ძალიან ხისტი იყო, არანაირად არ იზიარებდა განსხვავებულ აზრს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით და ეს ძალიან ხშირად ქმნიდა პრობლემას ნებისმიერ დონეზე საკითხის გადაწყვეტისას სამინისტროში. მადლობა, ქალბატონი მარინე უპასუხებს ახლა ამ პრეტენზიებს, რომელიც ისევ პირდაპირ ეთერში ჩაგურთვება. ქალბატონო მარინე, თქვენ მოისმინეთ თქვენი ყოფილი კოლექტივის ერთ-ერთი წევრი, ბრალსგდებთ იმაში, რომ თქვენ არიყავით გუნდის წევრი, რაზეც იყო კიდევაც საუბარი, როდესაც თქვენ გაგათავისუფლეს. დიახ, თქვენ არიყავით საკმარისად კოლეგიალური. ჩემთვის ეს ბრალეულობა უფრო კომპლიმენტად ჟღერს, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ ამ ადამიანისგან, იმიტომ რომ ნამდვილად ვერ ვიზიარებ მის ვერც ხედვას, ვერც მიდგომას, ვერც თანამშრომლებთან ურთიერთობის ფორმას, ასე რომ რა თქმა უნდა გიდასტურებთ იმას, რომ ჩვენს ხედვებს შორის ძირეული სხვაობაა. და კიდევ რაც ანუ მხოლოდ თქვენსა და მინისტრს შორის არ იყო უთანხმოება. არა, იყო სხვა კოლეგებს შორის, რომლებიც ბოლო დროს მე მოგახსენეთ აგრეთვე რომ საკადრო არცით თუ გამოგჩა ამ შემთხვევაში, რომ საკადრო პოლიტიკას დიდი პრობლემა გახლავთ სამინისტროსი და ეს გახლავთ სწორედ ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ბოლო დროს შემოგვიერთდა და სამწუხაროა რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ ეს არ იყო სწორი არჩევანი ჩემი აზრით, რადგანაც მან კიდევ უფრო დაამძიმა სამუშაო გარემო სამინისტროში. და რაც შეეხება ჩემს რითი რომ მას განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა თუ როგორ რითი დაამძიმა მან მუშაობა? არა, თავისი დამოკიდებულებით თანამშრომლების მიმართ რას გულისხმობთ უფრო კონკრეტულად? ეს არის როგორ გითხრათ, ძალიან არაკოლეგიალური, ავტორიტარული, ყოვლად დაუსაბუთებელი მიდგომა საკუთარი თანამშრომლებისადმი, რაც ძალიან ამძიმებს ატმოსფეროს. ახლა ძნელი გასამარტია ეს ორი სიტყვით, მაგრამ რაც შეეხება უცხად გადავალ კიდევ ჩემს ყოფილ კოლეგაზე, აი უბრალოდ ხედვის სხვაობა რო იყოს თქვენთვის ცხადი და თქვათ რა იყო ჩვენი გარკვეული შეუთავსებლობის მიზეზი, თუმცა აპარატის ხელმძღვანელთან ეხლა დიდი შეხება არ მქონია, მაგრამ მაინც მქონდა გარკვეულწილად და მაინც გრძნობდი რომ სამინისტროს სამუშაო გარემოზე მძიმე გავლენას ახდენ და ეს პიროვნებაც მათ შორის. ხოლო რაც შეეხება ჩემს ყოფილ კოლეგას ბატონ ალიკო მარგიშვილს და ჩვენს ხედვებს შორის ძირეულ განსხვავებას, ამაზეც მოგახსენებთ. ეს მე არ დამიფარავს არასოდეს ბატონ გურამ ოდიშარიასთვის. ეს პოზიცია მე დაფიქსირებული მქონდა ღიად, არავისთვის არ დამიმალავს, არც ალიკოსთვის, არც ლევანისთვის, ანუ ეს ყველა მიცის რომ თათფირზე მე არასოდეს გამომიხატავს, თქვათ რაღაცა საკითხების მიუღებლობა ჩემი მხრიდან, ან დამიფიქსირებია ჩემი დამოკიდებულება, როგორც მქონდა გარკვეული საკითხებისადმი. იგივე თუნდაც შემოქმედების, ასე ვთქვათ, თავისუფლებისადმი დამოკიდებულება, ხელოვანებისთვის მნიშვნელოვანი შემოქმედებითი გარემოს შექმნისადმი, ასე შემდეგ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მე ვფიქრობ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი უპირველესი ფუნქცია გახლავთ. აი მაგალითად ალიკო მარგიშვილის ინტერვიუდან ამონარიც წაგიკითხავთ, უბრალოდ ეს არ ვიცი, მე შოქში ვიყავი, როცა ეს თავის დროზე წავიკითხე, ვერ მოვისმინე, მაგრამ წერილობით მომცა პიარმა თავის დროზე. კულტურის სამინისტრო რაზეც ფულს ხარჯავს, უმეტესობა არის წამგებიანი პროექტები. აი ეს არის ამ ადამიანის ხედვა, ესე იგი, მას არ ესმის, რომ კულტურის პროექტი, ნებისმიერი პროექტი კულტურის სფეროში, თუ კი იგი არის წარმატებული, არის მომგებიანი, ოღონდ არა ფინანსური თვალსაზრისით, არა ვთქვათ უკან მოbrunებული რაღაც თანხის თვალსაზრისით, არამედ სწორედ აი ამ ჩვენი გარემოს ადამიანებისთვის უნიშნელოვანესი გარემოს შექმნის კუთხით, ხო? აი ეს არის ძირეული სხვაობა ხედვისა, რაც არ შემიძლია რომ არ გაგიზიაროთ, ანუ ხო, და სწორედ აი ვთქვათ, იგივე კულტურის პოლიტიკის კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფმა, ასევე იქ ლაპარაკი იყო საბჭოს, აქ ხა ძალიან ბევრი ხარვეზი თავისთავად გამოჩნდა, ხო? მე აღარც ჭირდება ამის საგანგებო დაფიქსირება, იმიტომ რომ აქ ლაპარაკა თამუნამ, ლაპარაკა სოფო კილასონიამ, ლაპარაკა იგივე ნინო ჩუბინიშვილმა, რომელიც შეეჯა
შეეჯახა ძალიან დიდ პრობლემას სამინისტროში, რომელიც ასევე სიმპტომატური გახლავთ. ეს რო ყოფილიყო, თქვა, ერთეული მოვლენა და რაღაცა ისეთი შემთხვევითი რამ, ხო? აი რაც ნინოს მოვიდა, მე ვიტყოდი, რომ შეიძლება და კიდე ადამიანს თვალი დაეხუჭა, მაგრამ ეს იყო ტრაგედია, ეს იყო ამ ხელოვანისთვის, ეს იყო ტრაგედია, იმიტომ რომ ის შეეჯახა რაღაცა კედელს, რაღაცა ქვებს თუ ლოდებს, რომლებსაც ვერაფერი ვერ გააგებინა და ნუ გაუგნებული იყო, ხო? ეს იყო მართლა მისთვის შოკი. ხო და ეს იყო ჩვეულებრივი, ეს არის სამწუხაროდ და იგივე აუთვისებელ თანხას რაც შეეხება, იცით, ეს არის ძალიან დიდი არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს თანხა საბოლოოდ სახელმწიფოს დაუბრუნდა, მაგრამ ეს თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო კულტურის სფეროსთვის და ვერ აითვისა კულტურის სფერომ, შეიძლება ვთქვათ, მოხმარებოდა იგივე მწერლის სახლის საბოლოოდ რეაბილიტაციას, ან თუნდაც ნაწილობრივ კიდევ მის დასრულებას, ხო, რაღაც ნაწილის სართულის ნაწილის ვთქვათ, დამთავრებას მაინც. შეიძლება და აკადემიაში, მაგალითად, სამხატვრო აკადემიაში არის ძალიან მძიმებით. შეიძლება და მუცოს აღდგენას, ვთქვათ, დაპროექტებას მოხმარება. ანუ ვთქვით, რომ უამრავი, ან შეიძლება და ძალიან საინტერესო პროექტს, მაგალითად, ქართული ავანგარდი, რომელიც ტოკიოს სასახლეში არის, ვთქვათ, გვაქვს ქონდა გამიზნული პარიზში, ვთქვათ, ქართული ავანგარდი და მე-20 საუკუნის ხელოვნება, ძალიან პრესტიჟული გამოფენის მოწყობას მოხმარებოდა, რომელიც გაჩერდა, დამუხრუჭდა, გესმით, გასულ წელს, სწორედ იმ საბაბით, რომ ფული აღარ იყო, რომ ესე იგი აღარ იყო საშუალება ფინანსური და ამასობაში აი ეს ძალიან საინტერესო, ვთქვათ, შესაძლებლობები თუ წამოწყებები დარჩა გარეთ, შემიძლია ვახსენო ვაუჩერიზაციის თემაც, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონებისთვის, რეგიონული განვითარება გახლავთ ერთ-ერთი პრიორიტეტი სამინისტროსი, რომელიც ასევე დამუხრუჭდა არაერთგზის და ასე იყო, ეს იყო ჩვეულებრივი, ეს გახლავთ ჩვეულებრივი სურათი. დიდი მადლობა. გასაგებია. დიდი მადლობა ქალბატონო მარინე მიზანდარი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. ბატონი გიორგი უშიკიშვილი იმყოფება ჩვენთან სტუდიაში, მიკროფონი აიღეთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ზოგადად აი თქვენ ახსენეთ დამოკიდებულება კულტურის, აი თქვა იქ ქალბატონი მარინე ამბობდა ხა, ხო, როგორი შეიძლება იყოს თქვა სტრატეგია კულტურის სამინისტროსი იმ ადამიანებთან, ვინც კულტურას ემსახურება. ნუ ჩემი შემთხვევა რო თქვა, ბოლოს ძალიან მახსენებს დღევანდელი განთავისუფლების ეს ფაქტობრივად ჩემ განთავისუფლებას, იმიტომ რომ სხვა რამე წერია ფურცელზე, მე კომენტარები კეთდება აბსოლუტურად სხვა რამეზე, ხო? ნუ განთავისუფლეს ეწერე რაღაცა წერილს ხელი არ მოვაწერე. მე გამოვიდნენ და თქვენს რომ თურმე დარღვევები მაქვს იმაზე რომ ბავშვებს ვასწავლი ხალხურ სიმღერას იმავე ცენტრში და მაქვს ფოლკრადიო რომელიც 24 საათი ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას. ბატონი გიორგი, თუ იცით რა პოზიცია ქონდა მარინე მისანდარს? კი, მე ამას გეტყვით აუცილებლად, მაგრამ აი თქვა შორის ბატონი გუგა კოტეტიშვილი, ბატონი ნინო ანანიაშვილი ნამყოფია ჩვენ შენობაში, მანამდე სანამ იქნებოდა დანგრეული და მერეც და თავად იციან რა მოხდა და მე თქვა შორის სამინისტროს წარმომადგენლები არიან და მათი არა ვარ ნაწყენი არც ერთი წამით, იმიტომ რომ მათ შეასრულეს ის რაც უთხრეს, ამიტომ ამ ადამიანებთან მე დიდი ხანი მუშაობდი, ამ ძალიან კარგი ადამიანები არიან, პროფესიონალები. მე ნაწყენი მათზე საერთოდ არ ვარ. აქ ლაპარაკია იმაზე უბრალოდ რომ ხა მინისტრის მოადგილე რომელიც გამოვიდა ხა თქვენ თქვით რაღაცა ინტერვიუ ქონდაო ხო ქალბატონ მარინემ თქვა. ჩემზე განაცხადა მაგალითად რომ გიორგი უშიკიშვილსო ფოლკლორის ცენტრი გონია თავისი ბოსტანიო. კულტურის მინისტრის მოადგილეა ხო ადამიანი. მაგრამ მე მინდა ბატონ ალეკოს უთხრა რომ ეს ის ბოსტანია ბატონ ალეკო უბრალოდ ყოფილი ბოსტანი ჩემი სადაც დღემდე ათასობით ხალხური სიმღერა ფეხთაფეხ მოპოვებული სოფლებში შეგროვებულია და უნიკალური ნიმუშები ქართული ფოლკლორის ეს შეგიძლიათ ნახოთ მიბრძანდეთ არ ყოფილა მაგრამ შეულა მიბრძანდეს ბოსტანში და აი ეს ის ბოსტანია რომელიც დარწმუნებული ვარ გიორგი და მე საზოგადოებას მინდა უთხრა რომ ბატონი ალეკოს შვილები და მათი შთამომავლობა აუცილებლად იამაყებს იმით, რაც გააკეთა ფოლკლორის ცენტრმა. ჩემი ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, იქ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ, მაგრამ ის რომ ერთი წელი მუშაობ ადამიანების გუნდთან, ხალ ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი და არ გვხვდებიან. უბრალოდ ხო? ერთხელ ქონდა ბატონ ალეკოსთან შეხვედრა, ასეთივე სახით მომისმინა და წამოვედი არაფერი არ მითხრა. და საერთოდ იგნორირება მქონდა აბსოლუტურად ყველას მხრიდან და მე 18 დეკემბერს მივიღე რაღაც კონვერტი, მეგონა ეს იყო მისალოცი ახალი წლის, იმიტომ რომ მართლა მომდის ხოლმე ეს წინა საახალწლოდ კონვერტები. და გავხსენი და მითხრეს რომ თან შეულებაში ვარ და მითხრეს რომ განთავისუფლებული ხარ, კარგად მძანდებოდეთ. იცი რა არის, შეურაცხყოფელი არის ეს, იმიტომ რომ გიორგი ერთი რამ არის, კულტურის სამინისტრო ქვია, ხო? ძალიან მარტივია, შეუძლია დაგირეკონ და გითხრან რომ ბატონო გიორგი, მომბრძანდით ჩვენთან სამინისტროში. და გითხრან რომ გვაქვს სხვანაირი ხედვა ფოლკლორის ცენტრში, უნდა იყოს საბჭო.
ამ საბჭომ უნდა აირჩიოს ახალი დირექტორი. ეხლა ეგეთი მოცემულობა გვაქვს რა. დიდი მადლობა რაც გააკეთეთ თქვენ, რაც შეძელით, რაც ვერ შეძელით. მაგრამ ეხლა სხვანაირად უნდა იყოს. ამიტომ სხვანაირად ვითანამშრომლოთ მე. ხო შეიძლება ასეთი ფორმით მოხდეს ადამიანთან ურთიერთობა. და აიმით რომ ეს არის უშიკიშვილის ბოსტანი, ან იმის კანტორა, ან იმის რაღაცა უბედურება არ შეიძლება და ხოთაშორის მინდა თქვა რომ ის რაც ჩემ შემთხვევაში მოხდა ხოთაშორის ძალიან ცუდია რომ აი ქალბატონ მაინეს დარწმუნებულია ხო რომ ჩაიხედოს ჩემ საქმეში მიხვდება რომ უკანონოდ ავარ განთავისუფლებული და მას თავიდანვე რომ გაეპროტესტებინა ჩემი განთავისუფლება და ეთქვა რაღაც ორი სიტყვა შეიძლება ის დღეს რაც თვითონ მოუვიდა ეს აღარ მომხდარიყო მე რომ დღეს თვითონ განაცხადა მაგრამ მე აღარ მინდაო რომ ესეთ რამე მოხდესო მაგრამ აი თავიდანვე ჩემთან ხო მოხდა თავიდანვე ხო შეიძლება ეთქვა რომ ეს კაცი არ არის ამის ღირსი მაშინ ამოეღო ხმა ხო ძალიან ცუდია მე ხოთაშორის მინდა თქვა რომ ამის შემთხვევაში ქალბატონ მაინას ნაწყენი ნამდვილად არ ვარ იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში უსამართლოდ განთავისუფლებული ადამიანი ვინც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის არის ყოველთვის ხარში დაუდგებ ვინც არ უნდა იყოს ეს ის კარგი დიდი მადლობა გისმენთ რომ გავწევი ბოქსემ საშუალებას რა თქმა უნდა გაიცით პასუხი და შემდეგ თემურ ჩიხრაძე იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ეხა დღევანდელ თემასთან კავშირი არ აქვს მაგრამ მე ბატონ გიორგის კვეწლებია ვიცნობ და უბრალოდ ხაზი უნდა გაუსვათ რომ იყო გიორგი კონკრეტული დარღვევები ეს შენ კარგად იცი და ამ დარღვევებზე დაწერილია ბავშვებს სიმღერას ვასწავლდი კონკრეტული დასკვნა არა მაგ ბავშვებსაც ძალიან კარგია სიმღერას რო ასწავლიდი მაგრამ რა ფორმით არსებობდა ეს ორგანიზაცია მოსავალი ავიღე გვიან კი ბოსტანში რა ფორმით არსებობდა ეს ორგანიზაცია რა ფორმით არსებობდა იგივე ფოლკ რადიო აი ამასთან დაკავშირებით იყო კითხვები და კონკრეტული დასკვნა ეს დასკვნა გახდა საფუძველი ფოტოშორის მინდა თქვა რომ კულტურის სამინისტროს ჩემთან დაკავშირებით ბატონ თემურ იურისტი ბრძანდებით თქვენ გაქვთ ბოდიში მოსახდელი იმიტომ რომ თქვენ ჩემ განთავისუფლების ბრძანებაში ჩაწერეთ სხვა რამე და ეხლა ლაპარაკობთ სულ სხვა რამეს და ეს არის ღირსების და პატივის შელახვა ადამიანის ეს უნდა იცოდეთ თქვენ ჩაწერეთ მაშინ ის მიზეზი რაც ეხლა თქვით და არა ის რომ რაღაც წერილი გამოვაგზავნებ კულტურის სამინისტროში და თურმე ხელი მოაწერა ჩემ მოადგილემ რომელიც ჩემი მოვალეობის შესრულებელი იყო მაშინ რეალურად ჩაწერეთ ის რაც არის შეიძლება ჩაწეროს სხვა რამე და მე ილაპარაკო რაღაც სხვა რაღაცეები არა არ ეწერა იმ ბრძანებაში ხო ამაზე ლაპარაკი ეს არის არაკომპეტენტურობა მეტი არაფერი მადლობა დიდი ბოდიში ხა ჩვენ თემას რო არ ავწდეთ მე ვარ გიორგი გიჩკორი მხატვარი ამჟამად მუშაობ კულტურის სამინისტროში მრჩეველი ვარ ეხა გუგას უსმენდი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან გუგა გოტეტიშვილი ჩემი ბატო ქალბატონი ნინო აქ ჩვენ საკინკლავ და საჩხუბრად კი არ მოვსულ ვართ აქ არის ძალიან მარტივად დგას ჩემი საზრით საქმე იმ ხრივ რომ სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა 9 წლის განმავლობაში მე პირადად რომელიც კულტურის სფეროში დავიბადე არ შევსულ ვარ კულტურის სამინისტროში საერთოდ სხვა სისტემა მუშაობდა ეს იყო სწორედაც ერთპიროვნული გადაწყვეტილების სისტემა და სრულიად კაზარმული რეჟიმი იყო ერთი წუთი შეიძლება რა და საერთოდ გვავიწყდება ჩვენ ის პერიოდი საერთოდ რა ხდებოდა და როდესაც შეიცვალა ეს ყველაფერი ამ გუნდურობაზე იყო ლაპარაკი ხომ სწორედაც კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა ვინც არის დღეს სწორედ რომ გუნდური პრინციპით ხდება და ზედმეტად გუნდურითაც ხდება მე თვითონ მკითხავს ხშირ შემთხვევაში მე ეს ერთი გამონაკლისი მარინე მიზანდარი იყო საერთაშია საქმე და ეხლა მე მინდა რომ ნეგატივზე კი პოზიტივზე ვილაპარაკო აი აქ მე ინტერვიუებშიც მოვისმინე გუშინ წინ რომ ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა თვითონ მარინე მიზანდარის ხელშეწყობით როგორ გონია თქვენ ერთ ადამიანს შეუძლია თუ მას არ აქვს შიგნით კულტურის სამინისტროში არაფერი არ მუშაობს და აწყობილი არაფერი არ არის რაიმე პროექტი განახორციელოს ეს სწორედაც რომ გუნდური გადაწყვეტილებებით ხდებოდა მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისე რომ კურატორი მოადგილეები რომლებიც სხვადასხვა სფეროებს კურირებენ ხშირ შემთხვევაში ვერ ეცდებიან ის თუნებას რომ თავის საფეოდალო შექმნან ამ სამინისტროში ხო ხდები და აი ეს სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და გარდა ამისა ეხლა მე ძალიან გულის წვეთით ვლაპარაკობ ამას იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ ჩვენ ესე იგი ვილაპარაკოთ რომ ხედვა აქვს თურმე ესე იგი ერთ ადამიანს სამინისტროში ჩვენ არაპროფესიონალები ვართ ყველანი ხა შეიძლება რომ კულტურის პოლიტიკაზე ერთპიროვნულად შექმნა შენ კოლექტივი ამუშაო მინდია უგრეხელიძე იყოს სამინისტროში მინისტრის მრჩეველი და კულტურის პოლიტიკაში ჩართული არ იყოს აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ ის ურჩი ფეოდალის პოზიციაში ჩადგა ის გესმით და ეს შედეგი ეს არის მეტი არაფერი მადლობა ქალბატონ თინა თქვენს მინდა რომ პოზიცია დააფიქსიროთ ქალბატონ თინა
მე მუშაობ ამ კულტურის პოლიტიკის კონცეფციის შექმნილ კომისიაში. ეგ მუშაობა ჩართული არის ძალიან ბევრი ადამიანი, საკმაოდ კომპეტენტური. არ ვიცი რატო არ არის მინდია უგრეხელძე, ნამდვილად არ ვიცოდი, უნდა ვცოდნო და როგორც უნდა ვიცოდი აუცილებლად ვინ მუშაობს სამინისტროში, რადგან კულტურისა პოლიტიკას ვწერ. ამაშია საქმე, რომ არ იცოდით. არა, უნდა ვიცოდი აუცილებლად სამინისტრო შტატი როცა პოლიტიკას ვწერ. მე ფეოდალიზმში მეც კი არაფერი. რა, არ ვიცი კულტურის სამინისტროში ვინ მუშაობს? არა, ვინ შექმნა ეს კომისია, მა ხო იცოდა? ვინ შექმნა იმ კომისიას? მარინე მიზანდარმა შექმნა ეს კომისია და მინდია უგრეხელიძე მუშაობს. და ის არ არის ჩართული, ეს ნორმალურია. მინდია უგრეხელიძე რატომ არ არის ჩართული, მაგრამ ერთი და ამას გეკითხებით, ამიტომაც არ არის მეთქი ჩართული. მაშინ ეცეთ რა არის ახლა, თქვენ მე მგონი გააკეთეთ გამოფენა სამხატვრო აკადემიაში, ხო? ეს გამოფენა ეძღვნებოდა იმას, რომ უნდა გარდარჩენილიყო ის დარბაზი, რომელიც ინგრევა. იქ ისეთი იცეკვას იმ ბავშვებმა და ასე შემდეგ, ნამდვილად ეხა და გრევადა რომ ის დაიწყო იმ დარბაზს. აფთებას აღარ შევეხები, მაგრამ ეხლა მე მაქვს ზოგადი კითხვა. ზოგადი კითხვა მაქვს. ერთი წუთით რა. სამხატვრო აკადემიას რო შეხედეთ ძალიან კარგია. სამხატვრო აკადემია რა მდგომარეობაში გინახია თქვენ საერთოდ? ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ არ არის? მინახია. და მე რომელიც ესე იგი მუხლ დაჩოქილი ვეხვეწები ხან ფენასთან მენის ხან ამერიკის ელჩი რაღაცნაირად ფონდისკი დაფუძნდა ამის გადარჩენი და ამ დროს ძნელაძის ქუჩაზე სამხატვრო აკადემიის ფაკულტეტი არის რესტავრაციის სრულიად უნიკალური და სწორედ მარინა მიზანდარი სამჯერ ქონდა ცდელობა რომ გამოესახლებინა იქიდან და გადავეფარე ამბრაზურასავე. თორე გამოსახლებული იქნებოდა. ეს გადაეფარეთ ამბრაზურასავე, მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს მე, ზოგადად აუდიტორიის მიმართ, კულტურის მინისტრის მიმართ და მოადგილეების მიმართ. ძალიან მაინტერესებს. კულტურის სამინისტრო უნდა იყოს დამფინანსებელი ორგანიზაცია? არ არის კულტურის მემკვიდრეობის ძეგლი, სამხატვრო აკადემია, ყაჯარის არქიტექტურის შედევრი. ქალბატონ თინას მიეცით ხოთ მიკროფონი. ესე როგორ შეიძლება ლაპარაკი? ჩემი აზრით საერთოდ ასეთი ტიპის სახელმწიფო სამსახური, რომელიც კულტურის მემკვიდრეობის გადარჩენას ემსახურება, ძალიან მისიონერული საქმეც არის და თითოეული ადამიანი ზევალება, რომ რაღაც უპირველესი პრიორიტეტი იყოს გადარჩენა ჩვენი მემკვიდრეობის და რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ მე გუნდური პროფესიიდან ვარ, რეჟისორი ვარ, მიმაჩნია, რომ თუ თვლი რომ შენ მისიას მაქსიმალურად ვერ ასრულებ, ალბათ საჭიროა რომ წინაც აღუდგე, იმიტომ რომ შენ უნდა დარჩე შენი თავის და შენი ღირებულებების ერთგული და ამ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა უნდა იყოს უმთავრესი ღირებულება. მე არ ვარ ძალიან ჩახედული ამ კონკრეტულ საკითხში, ვერ მოვისმინე პასუხები იგივე მონიტორინგის შესახებ, რატომ ვერ ხდება ეხლა ამ საკითხის გარკვევა და სულ წარსულ შეცდომებზე რატო ვლაპარაკობთ, მაგრამ ნათელია ის რომ ჩანს რომ კანონმდებლობით არ რეგულირდება საერთოდ და პრიორიტეტების საკითხი არ ხდება კომპეტენტური ადამიანების მიერ გადაწყვეტილების მიღება და ვარ დამოკიდებულები ვის აირჩევენ კონკრეტულ სუბიექტებს და რა იქნება მათი პირადი პრიორიტეტები და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია მე მგონი. დიდი მადლობა, ძალიან მძიმე და მტკივნეული თემა, მით უმეტეს და მე მგონი სულ ესე იყო, მაგაში გეთანხმებით, რომ სულ ერთპიროვნული იყო ყოველთვის. კარგით. ქალბატონინო, უნდა დავასრულოთ. დიდი მადლობა კამათის გაგრძელება და დისკუსიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ქალბატონინო, თქვენ დაიწყეთ და თქვენ დაასრულეთ. ისმენთ. მე ერთი ვისეთი ვიდა დავასრულო, რომ აქ მართლა ძალიან დიდ ბევრ ხელოვანს ხედავ და ალბათ ეს ადამიანის ბუნება არის და მინდა თქვა, რომ არასოდეს არავინ არ იქნება კულტურის სამინისტროს კმაყოფილი, რაც არ უნდა იყოს და როდესაც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს ალბათ ნორმალური ფაქტი არის. ხან ერთი იქნებიან, ხან მეორენი იქნებიან, მაგრამ ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი საქმე გავაკეთოთ მაქსიმალურად კარგად. ყველა თითოეულობა ჩვენ. პრეტენზიები ყოველთვის იარსებენ. ყოველთვის იარსებენ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას. გასაგებია არის ვის თქვენი ხმა მიკროფონი არის. დიდი მადლობა. ჩვენ უნდა დავასრულოთ კამათის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და არჩევანი ამით დასრულებულია. ჩვენ დავბრუნდებით მომდევნო სამშაბათს იგივე დროს. ნახვამდის. მადლობა ყველას.